მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივი პოლიტიკური ток-შოუ თემა მე ნანა რობაქიძე ვარ უკვე მეხუთე კვირაა, როდესაც ჩვენ ამ ფორმატით გავდივართ, განსხვავებული ფორმატით, პირდაპირ ეთერში ვიწვევთ მაჟორიტარ დეპუტატებს და ისინი ფაქტიურად ანგარიშს აბარებენ იმ მოსახლეობას, ვინც მათ მანდატი მიანიჭათ. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და იმ პრობლემების შესახებ ისაუბროთ, რაზეც წინა საარჩევნოდ საუბრობდა ალბათ ჩვენი გადაცემის სტუმარი და რაც ვერ შეასრულა და თუ კი შეასრულა, რა თქმა უნდა, ამის შესახებაც შეგიძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდოთ. დღეს არის 9 აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს ერთგვარად დღესასწაულიც არის და ტრაგედიაც. 26 წელი გავიდა მას შემდეგ და 21 ადამიანი დაიღუპა 10,000-ობით მომწავლავი ნივთიერებით მოიწამლენ და დაიზიანეს თავიანთი ჯანმრთელობა. ამიტომ მე უნდა დავარღვიოთ დღევანდელი გადაცემის ფორმატი და პირველ რიგში შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც 9 აპრილის შესახებ მოგვითხრობს. მოძრაობა არ უნდა იყოს მარტო პრივილეგია ცალკეული საზოგადოებებისა, დისიდენტური გაერთიანებებისა. ეს უნდა იყოს მთელი ერის საქმე, საყოველთაო სახალხო საქმე. მხოლოდ მაშინ აღსდგება საქართველო, მხოლოდ მაშინ განხორციელდება დიდი დავითის ანდერძი. ერის დიდი ნაწილისთვის თავისუფლებისათვის ბრძოლა მაშინ საერთო საქმედ იქცა. ანტისაბჭოური მოძრაობა საბჭოთა საქართველოში განსაკუთრებით 1988 წელს გააქტიურდა. მდგომარეობა ერთი წლის შემდეგ კი გაცილებით დაიძაბა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვა, საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 1989 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მთავრობის სახლის წინ ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. ერთი იდეით გაერთიანებული ადამიანები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭანტურიასა და სხვების მეთაურობით აფხაზის სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით დაიწყო დემონსტრაციები და შიმშილი. მაშინდელმა ხელისუფლებამ თბილისში მიმდინარე მოვლენებზე კონტროლი დაკარგა. კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა კი დახმარება საბჭოთა კავშირის ხელისუფლებისგან ითხოვა. პასუხი ისეთი იყო, როგორიც საბჭოეც ეკადრებოდა. მიტინგის დაშლის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი. დილის 4 საათზე სამხედრო ნაწილებმა მომიტინგეებს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს. შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებით, מחვილებითა და მომწამლელი აირით. ეს იყო ქართული სულის სეიმი. ასე აფასებენ იმ დღეს 26 წლის შემდეგ აქციის მონაწილეები. 9 აპრილი მაინც დარჩება ქართული სულის სეიმად. ქართველობის იდენტობის გამოსახატავ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულად მასა იყო საზოგადოების შეკრებილი და ყველა ერთმანეთს ეფერებოდა. ის სითბო, ის სიყვარული, ის დამოუკიდებლობის არომატი და სურნელი აი ახლაც მენატრება ხოლმე. თუმცა კიდევ ამბობ, რომ ტკივილი ძალიან დიდი იყო და ძალიან ბევრი ტკივილი ახლავს, მაგრამ ასეთი ლაღი ქართველი საზოგადოება მას შემდეგ აღარ მინახავს. აქციის მონაწილეებს დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე მიმართა ერის სულიერმა მამამ. მე ახლა მაცნობდეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უხა. ისინი, ვინც მაშინ რუსთაველის მოედანზე იდგნენ, იმ შესაძლო შეცდომებზე საუბრობენ, რომელიც თავისუფლებას მონატრებულმა საზოგადოებამ დაუშვა. ერთ-ერთი ის იყო, რომ პატრიარქს მაშინ ხალხმა არ დაუჯერა. რაღაც ვერ გავთვალეთ, შეიძლება პატრიარქს არ დაუჯერეთ. ყველაზე მეტი მთავარი პატრიარქმა როცა მოგვიწოდა, რომ შედით ქაშვეთში და ილოცეთ და შვილებო, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ცუდი ამბები დატრიალდება, გთხოვა, რომ გადადითო და არ დაუჯერეთ. ირაკლიმ მიკროფონი გამოართვა და მამაუჩევენო ირაკლი წერეთელმა წაიგითხა. აი ესეთი რაღაცები იყო ალბათ შეცდომებიც, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ეროვნული ზვირთი იყო და ეროვნულმა ტალღამ მოიტანა ეს მაშინ.
კრემლიდან გამოგზავნილი ტანკები მაშინ ვერც ქართულმა მუსიკამ მით უმეტეს მამაოჩვენომ ვერ შეაჩერა. დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჭრდა. ამის შემდეგ იყო ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი და მის საფუძველზე გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა. როგორი იქნებოდა დღევანდელი საქართველო, რომ არა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ამ საკითხზე ბევრს მსჯელობენ ისტორიკოსები. დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებელი იქნებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დაშლა გარდაუვალი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლა ჩაფიქრებული იყო ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში მივიდა პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომლის დროსაც უშუალოდ დაიგეგმა და შემუშავდა, როგორ უნდა დაშლილიყო ეს ბოროტების იმპერია, როგორც თვითონ რეიგანმა უწოდა, რონალდ რეიგანმა ამ მეგა სახელმწიფოს. თანამედრო 1991 წლის 9 აპრილი შეიძლება ყოფილიყო 1, 2 ან 3 წლით ცოტა მოგვიანებით. მთავარი ერთია 1989 წლის 9 აპრილს დაწყებული საქმე ზუსტად 2 წლის თავზე ამ განცხადებით დაგვირგვინდა. და აღსრულდეს ნება ღვთისა, ნება ერისა, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს. ერთი იყოს ჩვენი მფარველი. ჩვენ კლავ პირდაპირ ეთერში ვართ. დიდი მადლობა ჟუკა ბანძელაძეს მომზადებული სიუჟეტისთვის და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ვაკის უბნისა და სულხან საბას მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება, მრეწველების თავმჯდომარე ლაშა გვენეტაძე და ასევე სულხან საბასა და ვაკის უბნის წარმომადგენლები, მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს და ძალიან კარგად იციან იმ პრობლემების შესახებ ყოველდღიურად, რასაც ხვდებიან. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის დარბას და ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონ ლაშა. დღეს ასევე არის დიდი ხუთშაბათი, სიყვარულისა და სიმდაბლის უდიდესი მაგალითი მისცა ამ დღეს ქრისტემ დავის მოწაფეებს და მან თითოეულ მათგანს ფეხი დაბანა. ყველა მოქმედ ტაძარში საღვთო ლიტურგია შესრულდა, ამიტომ დღეს არის საკმაოდ მძიმე და ამავდროულად ძალიან კარგი დღე. ბატონ ლაშა, მე ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ მძიმე საუბარი მოგვიწევს ასევე, იმიტომ რომ ორი უბნის მაჟორიტარი ბრძანდებით, შესაბამისად პრობლემები ალბათ საკმაოდ ბევრი იყო, როგორ მოახერხეთ და მოახერხეთ თუ არა ზოგადად თქვენ პრობლემების მოგვარება, რასაც დაპირდით მოსახლეობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და მას შემდეგ ალბათ პრობლემები დაემატებოდა. საინტერესოა დარბაზის შეკითხვები და რა თქმა უნდა საინტერესოა ტელემაყურებლის ზარები. დიდი მადლობა მოგზანებისთვის. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს. პირველ რიგში 9 აპრილზე გეტყვით ორიოდე სიტყვას, იმიტომ რომ 9 აპრილი საქართველოს და ქართველი ხალხისთვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღეც და ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი და ფურცელი ისტორიაში. 21 ადამიანის დაღუპულმა სულმა ათასობამი დაუდო საბჭოთა კავშირის იმ დიდი იმპერიის თუ არ ჩავამართვეთ ანუ დიდად ნათქვამში დიდი იმპერიის ნგრევას რამდენადაც საქართველოს მერე ანალოგიური განმეორდა ბაქოსა და ვილნიუსში და ამ ხალხის შრომამ და თავდადებამ და ერთსულოვნებამ და გვერდში დგომამ რა თქმა უნდა საქართველოს 2 წლის თავზე დამოუკიდებლობა მოუტანა როცა შედგამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდი იყო და დამავიწყდება მაშინ მე 10 წლის ვიყავი და მე რა გოსტავას სიტყვები ისტორიაში დგება დიდებული წამები, როდესაც ერთად შეკრული ქართველები წარსდგა უფლის წინაშე. ასეთი ერთსულოვნება და ასეთი ერთყოფნა არ ახსოვს საქართველოს და პირველ რიგში მოსამძიმლები ოჯახების, იმ გარდაცვლილი ოჯახების როდესაც ამ ტრაგედიაში დაიღუპა, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ იმ 10,000-ობით ადამიანს მოწამლულს გაურკვეველი ნივთიერებით და ასობით დაჭრილს. და რა ვიცი, ხანდახან მიჩნდება სრული რომ მეც და იმას აკეთებს ყოფილიყავი, რომ ჩართული ყოფილიყავი აღნიშნულ პროცესებში. რაც შეეხება ამ ორი უბნის პრობლემებს, ზაფხულის მერე ჩავერთეთ, ასე ვთქვათ, აქტიურად, რა თქმა უნდა, არჩევნების მერე და მე პირველ რიგში მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო ჩემ მომრჩევლებს, რომ გააკეთეს ჩემზე აქცენტი და არჩევანი. დღესაც ხალხი თვითონ თავისუფლად ვინც გამოთქვა, რომ წამოსულიყო ტერიტორიულ ორგანოებში მერის წარმომადგენლების მიერ იქნა გავრცელებული ინფორმაცია, რომ იქნებოდა მაჟორიტარი ტელევიზიაში და ვისაც ტყივა და ვისაც აწუხებს თავის უბანი და თავის ქუჩა, ეს ხალხი არის წარმოქმნილი. დიდი მადლობა, ბევრი ცნობილი სახე არის ჩემთვის ამ ხალხიდან და
და რა ვიცი, ერთად უნდა შევძლოთ ამ ჩვენი ქალაქის და ჩვენი კონკრეტულად ჩვენი უბნების რეაბილიტაცია და ფეხზე დაყენება რა. და ალბათ ყველაფერი მაინც უბნებიდან უნდა დაიწყოს, რადგანაც თქვენ მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით და საინტერესოა იმ მოსახლეობის გამოკითხვა, ვინც დღეს ვერ მოახერხა პირდაპირ ეთერში მოსვლა, ჩვენ გამოვკითხეთ ისინი და ახლა ოპერატორს ვთხოვ, რომ ჩაგვირთოს ეს მასალა. პირველში არის სახსრები არ არის იმის ისეთი რომ ადამიანმა შეძლოს რაღაცა ყიდვა არის რაღაცები ხარვეზებია ტრასა იმაზე ტროტუარებზე გასაკეთებელი ბავშვები მოდიან ფეხს ურტყამენ ხანა შეიქცევიან ხან იმაშობიან უამრავი დაპირება და არც ერთი გაკეთებული ერთად-ერთი მუშაობს ზანდაცვა ერთჯერად დახმარება უნდა გაიებწეს ის ქიმიური წამლები არის თუ მინერალური სასუქები არის თუ რაღაცა ნაცვლად საწვავით. ერთჯერად დახმარება და ერთი მიცემული იგი არ ყოფილი ჩვენ კერძო მიცემი გვეკავა და ჩვენ ჩუმად გეყვანენ აუქციონზე და ვიცით თუ აუქციონზე გაყვანილი თუ არა არც იგი ვიცით მაგრამ თუ აუქციონზე ჩვენ ჩუმად რატო გეიტანეს ის აუქციონზე რატო გეიყიდა უჩვენოთ ჩვენი საკუთრებაში მყოფი მიცემი და პრობლემა სულ არის და ამ ცოტა პრობლემას ვითმენთ ალბათ რა ვიცი თანდათან მოგვაქცევენ ყურადღებას მე მგონი არ ვიცი ანუ მაინც რა არის ეს ცოტა პრობლემა უმუშავრობა ხალხის უმუშავრობა ყველაზე დიდი პრობლემა რაც ხელისუფლება შეიცვალა და ახალი არჩევნები ჩარდა და ქალაქში ჩვენ მაყოფილი ვართ ახალი ხელისუფლების ადგილობრივი ხელისუფლება მომწესბინა ბაღის შენობაში დადიანის 59-ში სადაც არც წყალი, არც დენი, არც არავის არის საკუთრო პირობები არ გამაჩნია. თხოვნ მერიას დამეხმარა კიდენ გაჩერებულია ალეკო რომიზემ დამეხმარა 500 ლარით იმისი ტუალეტი ამოვაშენე ვიტამინი მაქვს სილა რეში ესა კინები არა გაქვს ეს თქვენ პირადად არა გაქვთ მე ახლა გააკეთა მაგრამ მე არ მქონდა საშუალება მე ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი სოციალურად დაუცველი მომცემ მარტო ფართი შემოხაზული ფართი რომელსაც არ გააჩნდა არაფერი ყველაფერი შეგეთებელია სახურები და უხურავია წყალი ჩამოდის პალევი გასასწორებელია წყლები არ არის გაკეთებული უგორებელია ეში გზები შეაჩერეს არ დააგეს ფული აკრებილია ხალხთან ჩაეცული არ კეთდება რა არის გაკეთებული არაფერი არა პადლებში წყალი ისე ჩადის ხო ცურავობ მთელი ბინა სულხასაბას 53 არის პადვალში იქცევა წყალი შევკვირდნენ მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ არის ნახოთ აწი რა იქნება პრობლემა უმუშევრობა შვილო უსაქმობა კომუნალური სამსახური დაბალდონებზე და ყველაფერი არის საყოფას ხორბოს საკითხები ყველას უჭირს და როგორც საერთოდ საქართველოში ორგანიზება აკაცზე ნაცვალე ამის წინ იქ შევხვდით და გითხარით რომ გზა მეთქი და ეს ერთი გაკეთდა და იქეთ ხარეს ყველაფერი დანგრეულია 48 რომ მოძრაობს მომსახურებს ააგეზოს ძალიან ცუდი მდგომარეობა ის პრობლემა გვაქვს ახლა ჩვენ ბინის წინ ახლა ბეტონის საფარი რომ იგება ფული გადარიცხული გვაქვს ახლა რამდენი ხანია ალბათ რიგის მიხედვით მოგვიწევს ალბათ თუმცა გენერალურობს ხალხი იმიტომ რომ შარშან ივლისში გადავისეთ ეს თანხა ბატონლაშან გითხრა რომ მოგეხმარებითო ყოველნაირად მაგრამ ეს ახლა ჩვენც ვიცით რომ მარტო ბატონლაშაზე არ არის დამოკიდებული იმიტომ რომ როგორც კი ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება მაშინ ალბათ ჩვენი სამუშაო შესულია ცოტა ტრანსპორტის მუშაობა რომელსაც იგებს ქალაქში ამ უბანში განსაკუთრებით მართალია არის მორიგე მარშრუტები დადიან მორიგები და აციან და კარგად არიან მაგრამ არის ჩვენ გვინდა რომ უკეთესი უზრუნველყოფა იყოს ტრანსპორტის მესმის რომ ისეთი ტერიტორიულად ისეთი უბანია რომ თითქმის ჩაგედელია და ასეთ გასასვლელი არ არის შუმიდან მაგრამ მაინც რომ მორიგე ტრანსპორტის გადავა საღამოს 9 საათამდე მაინც ცოტა ნორმალურად იმუშავოს ჩვენი დროს გამატორო წყლები მოდის ძალიან მიაღვარებოდეს და ჩადის პარკლებში ხო სამთავროს გეზობდა და თოვლი არ ხო დაუბრუნდა მაგრამ ეგაც როგორ ვალიკები დადიოდა და უკუაშოვდა პარკლაში შევიდა ბეზობეს ხალხი პრობლემების მეტი რა არის და ლოცულობ და კითხება კიდევ რაღაც ნაწილი და არის რაღაც პერსპექტივები აი თუ გინ ტრანსპორტთან შესახებ რო თქვა გზების შესახებ მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი მომავალი თაობაა მაინც რომ ამ ბავშვებს ერთი მოედანი არ აქვს რომ ბურთი გააგო რომ გამიგე არის ბავშვები რომელიც ფეხბურთი უყვართ ბურთი უნდა გასართობი არაა ბავშვი მანდამაინც ქუჩაში უნდა ჩაჯდეს და ჩაიცოცხლოს და სიგარეტი უნდა მოწიოს
ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და მე მინდა მოკლედ ჩამანათვალი გავაკეთო წამლების გაიაფება, ნუ ეხლა ეს გლობალური საკითხი ალბათ თქვენ პირადად ამას ვერ მოაგვარებთ, მაგრამ შეგიძლიათ უპასუხოთ აუქციონზე გატანილი მიწების არ ვიცი ალბათ ფლობელობაში გადაცემა იმ ადამიანებისთვის, ვინც კონკრეტულ ადგილებზე ცხოვრობენ, სულხან საბა დავაკისუბანი, უმუშევრობის პრობლემა, ესეც გლობალური პრობლემაა. ჯანდაცვის რეფორმის გარდა არაფერი არ გაკეთებულაო, იყო ასეთი ფრაზაც. შენობაში, სადაც ქალბატონი ცხოვრობს, არავითარი საყოფაცხოვრებო პირობები არ გააჩნია ამ ქალბატონს თქვენ მოусმინოთ და ალბათ თქვენ უკეთ იცით ვინ არის ეს ქალბატონი და რამდენად უჭირს. გზების შეკეთება შეაჩერესო, პატრულებში წყალი ჩადის, სულხან-საბას 43A პირდაპირ მითითებულია მისამართი. ასევე გზაზე არის საუბარი და 48 ნომერ სამარშრუტო ტაქსზე, რომელსაც უჭირს თურმე მოძრაობა იქ, სადაც გზა არ არის კარგად დაგებული ან საერთოდ არ არის შეიძლება. საღამოს 9 საათამდე რომ იყოს ტრანსპორტი, ეს ძალიან კარგი იქნებაო, ესეც აღინიშნა და მომავალი თაობისთვის არაფერი არ არის და მოედანი რომ იყოს, ძალიან კარგი იქნებაო. ეს მოკლე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლის შესახებაც იმ მოსახლეობამ გააჟღერა, ვისთანაც ჩვენ მოგვიწია უშუალოდ კონტაქტი. ალბათ პრობლემები გაცილებით მეტია და ამის შესახებ ჩვენი სტუდიის სტუმრები საუბრობენ დღეს. თუ შეგიძლიათ კონკრეტულად აი ამ თემებზე, დიახ. პრობლემებზე რო ვისაუბროთ, რაც შეეხება და გეთანხმებით, ახლა წამლების გაძვირებასთან დაკავშირებით ეს უფრო გლობალური და ცენტრალური პრობლემაა და სოციალური ასახვა პოვა ხალხზე და ამაზე მუშაობს სახელმწიფო და აუცილებლად არეგულირდება უახლოეს მომავალში. მიწების გაყიდვას რაც შეეხება ესე რაც ქალაქის მერი გახდა ბატონი შოთა მურღულია, შემდეგ მოხდა თორსტები 2013-ში ელექტრონული აუქციონი შემოვიდა ქალაქის მერიაში. შესაბამისად ის ჩაქუჩი და იძველი მოდელი და ის შესაძლო კორუფციის წყარო, რომელიც შეიძლება და ყოფილიყო პირობითად წინა წლებში, ამ ელექტრონულ აუქციონმა თავისთავად აღმოფხვრა და თითქმის ნოლამდე დაიყვანა რისკი. ანუ ნებისმიერ შეუძლია ქალაქის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ, ანუ გატანილ საპრივატიზაციო ობიექტებზე და მიწებზე ნებისმიერ შეუძლია სახლიდან მიიღოს მონაწილეობა, იყიდოს, იქირაოს და ასე შემდეგ. მაგრამ ის გაცემული მიწები, რომელიც ალბათ ეკუთვნოდა კონკრეტულ ადამიანებს, იქ მცხოვრებ მოსახლეობას, მე არ ვიცი, იმიტომ რომ გამოთქვა ადამიანმა, ხო? ეს უკვე ალბათ დაკანონებულია და ამას გაცემული მიწებს რაც შეეხება კერძო საკუთრებასთან აქვს საქმე, თუ რა თქმა უნდა მისი გაცემის კანონიერება დადგება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, არის საგამოძიებო ორგანოები, რომლებშიც გადაცემულია რამოდენიმე საქმე და კიდევ მიმდინარეობს მოკვლევა და კიდევ რამოდენიმეც გადაეცემა. თორსტები 1-2 ესეთი მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ქალაქს, რომელიც ასე ვთქვათ ნორმალურ და ოქროს ფონდში ჩასარიცხი მიწაა იმ კუთხით, რომ ბიუჯეტში შემოსულობები მიწის რეალიზებით კარგი მოხდება. თქვენ კონკრეტულად თქვენ უბნებში, თქვენ სამაჟორიტარო უბნებში თუ მომხდარა ასეთი ფაქტი, რომ დაბრუნებულა კანონის ძალით, სასამართლოს ძალით, დიახ, ან თუ ხდება დაუშვათ, თუ მიმდინარეობს მსგავსი პროცესები. დიახ, თვითონ მოქალაქეებსაც ჩემთვის არ მოუმართავს, არ ყოფილა ჯერ არც ერთი ადამიანი მოსული, რომ ჩემი მიწის ნაკვეთი იყო, მე ვიყენებდი და ეს რაღაცა ჩამომართო, წამართო. თუ მოვა დაასაბუთებს ფაქტს მოიყვანს, რა თქმა უნდა, მივიღებ შესაბამის ზომებს, რომ ის სამართლიანობა აღუდგინოთ. ამასთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მაგრამ ჯერ არ ყოფილა ასეთი ფაქტი და არავინ არ მოსულა რესპონდენტს ხო, ვინც აღნიშნული განცხადება გააკეთა, მოვიდეს და არანაირი პრობლემა არ ექნება კომუნიკაციის. რაც შეეხება ქალბატონ ლამარა სამსონიას, რომელმაც თქვა, რომ ბაღის შენობაში ცხოვრობს, მე ძალიან ახლოს ვიცნობ ამ ადამიანს, გვაქვს აქტიური ურთიერთობა, ასე რომ ვთქვათ. მერიაში მუშავდება პროგრამა და პროექტი, ეხლა არის გადახურვების პროგრამა, სოციალურად დაუცველებს 57000 ქულამდე გადახურვები ხდება და სულხან-საბაზეც არის რამოდენიმე ოჯახი, ვისაც გადაუხურავენ ახლა უახლოეს მომავალში და პარალელურად ქალაქის მერის დაპირებაც იყო ეს საარჩევნო, წინა საარჩევნო, რომ პირობითად მიმდინარე სარემონტო სამუშაოების სოციალურად დაუცველებისთვის ეს ფანჯარა იქნება, კარი იქნება, გადახურვა იქნება თუ რაც იქნება, რა თქმა უნდა ამ კუთხით დავეხმარებით მოქალაქეებს და მე პირადად ქალბატონ ლამარა ადგილზეც ყავს ნანახი მისი პარტიის შენობაც იმ ბაღშიც რამოდენიმეჯერ ყოფილი ვარ, ქალბატონ ლამარას გარდა იქ კიდე რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში მაინც ქალბატონ ლამარა და აუცილებლად საჯაროდ ვაცხადებ, რომ მივეხმარებით რაზეა. რა დროში გაიწელება ბატონ ლაშა, იმიტომ რომ
გასაგებია რომ ამ ქალბატონს პრობლემები აქვს, თქვენ ამას უკვე ადასტურებთ და გაიწელება დიდ დროში, თუ რა შეიძლება მოკლე ხანში, რა შეიძლება ვუთხრათ, იმედი როგორ მივცეთ ამ ქალბატონს. პირდაპირ ასე ამოიღო ბიუჯეტიდან თანხა და ჩადორა ამ პროგრამაში, ხო ფიზიკურად შეუძლებელია რა. ამას დამუშავება ჭირდება, დათვლა ჭირდება და შესაბამისად უკვე თანხით ჩადება შემდეგ ამ პროგრამაში და ზუსტად ვერ გეტყვით მე კონკრეტულ თარიღს და კონკრეტულ თვეს, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აუცილებლად გაკეთება. შეიძლება გაკეთდეს ზაფხული, შეიძლება გაკეთდეს შემოდგომაზე. გასაგებია ამ ქალბატონმა ზამთარი უკვე გამოიარა და ზამთარი ყველაზე ცუდი პერიოდია და მეთანხმებით ალბათ და მე იმედს ვიტოვებ რომ მომავალი ზამთარიც არ მოუწევს იგივე პირობებში ცხოვრება. ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ ამას. ასევე იყო პრობლემა 53A სადაც სარდაფში წყალი გროვდება, ესეც იმ თანადაფინანსების პროგრამით მიდის, რა თანადაფინანსებასაც ქალაქის მერია ახორციელებს, ანუ თვითონ ბინის ერთსულოვნებას და ბინის ერთადგომაზე არის აქ საუბარი. ჩემთან თაბუკაშვილის ქუჩიდან იყვნენ რამოდენიმეჯერ მოსულები და მივეხმარეთ, ანუ ფიზიკურად ჭირს ქუთაისში ამ წყალგაყვანილობის დაპროექტება. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა მოხდეს მისი დაპროექტება, ხარჯ-დაღრიცხვის დადება, მერე მათი პროცენტის შეტანა ბიუჯეტში მოსახლეობის მიერ და 90% ქალაქის დაფინანსება და შემდეგ გაკეთდება. აქაც ანალოგიური პრობლემა პირდაპირ თანხა იყო და გააკეთვა მის უფლება არ აქვს, ხო რა თქმა უნდა. შესაბამისად ბინამ უნდა გამოხატოს ის სურვილი და თანადგომა ერთმანეთში, რომ ჩვენ მოვახდინოთ მე 90%-ით მისი დაფინანსება და იმ პრობლემის აღმოფხვრა. ანუ პირველ ნაბიჯს დგამს ბინა და ბინის მოსახლეობა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ ახლა კიდე საჯაროდ ვაცხადებ, რომ არავის არ აქვს ჩემთვის პრობლემაა კომუნიკაციის, ტელეფონს არავის არ უთიშავ, თუ დაკავებული ვარ ან სხდომაზე ვარ, მაშინ ვთხოვ რომ ან შემდეგში ვისაუბროთ ან ანუ ნებისმიერ დროს შეუძლია მოვიდნენ და დავაკვალიანებ როგორ უნდა. ამ შემთხვევაში ალბათ უმჯობესი იქნება ამ ხანაგობის ხელმძღვანელი იყოს აქტიური და ბინის მაცხოვრებლები ალბათ ერთიანად შეიტანენ განცხადებას და ის რაზეც იყო საუბარი თქვენ რაც გააჟღერეთ აუცილებლად მიიტანეთ ბატონ ლაშამდე რომელიც ამბობს რომ ჩემამდე არ მოსულა და შემდეგ უკვე ვნახოთ რამდენად შესრულდება. 48 სამარშრუტო ხაზი სადაც დადის ის გზა უკვე ჩასმულია, ტენდერიც გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში მოხდება იმ გზის სრულყოფილად დაგება, თვითონ საპატრულო პოლიციის მომსახურების სააგენტოდან რაც ჩადის თორსტები 31 ნომერი ბინამდე. დაახლოებით ერთი თვის წინ მან გრეიდერი გავატარეთ, იმიტომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ავტომანქანით გავლა. მაგზაზე შენდება ახალი ბაღიც, რომელი ახალი ბაღიც ბავშვებს მომსახურება, რა თქმა უნდა, იმიტომ ძალიან გადატვირთულია ეს მერვე ნომერი ბაღი. დაახლოებით 40-50 ბავშვი არის ერთ ჯგუფში და ხშირად ყოფილა ესეთი განცხადებები, რომ აღარ მაქვს ადგილი ბავშვს ვერ მივიღებ და ამის გულისთვის ორი ბაღი შენდება ქუთაისში, ერთი ავტოქარხანაში და ერთი ჩვენთან სულხან-საბაზზე და იმ გზაზე ეს გზა გაკეთდება და ერთი გზა არის ჩასმული კიდე, რომელიც ქვემოდან შემოდის ავანგარდში, ბინებში შემოდის და ის გზაც და ცენტრალური გზა ერთი კიდე შუაში რაც არის 38 სკოლასთან ის შეკეთება მოხდა იმ გზის რომ შეეძლოს ნორმალურად ადამიანს გადაადგილება რა. ნელ-ნელა მივხედავთ აბსოლუტურად და გვირდებით რომ 3 წლის განმავლობაში თქვენთან დაინახავთ მოსახლეობა რა მოხდება და როგორ მოხდება. ტრანსპორტის შესახებ თუ შეგიძლიათ თქვათ 9 საათამდე მაინც რომ იყოს ტრანსპორტი ისე ცოტა უხერხული კი არის დიდით მეორე ქალაქში ქუთაისში რომ ტრანსპორტი ღამის საათებში საერთოდ არ არის და უჭირს მოძრაობა და გადაადგილება უჭირს მოსახლეობას, მაგრამ კონკრეტულად ახლა თქვენ მოგმართათ გეტყვით ახლა ტრანსპორტის რომ 9 საათამდე მაინც რომ იყოს. 18 ხაზზე უნდა გამოცხადდეს ახლა ქუთაისის მერიამ უნდა გამოცხადოს ტენდერი კონკურსი რომელიც ვინც გაიმარჯვებს თავისთავად ახალი პირობა დამამტკიცეთ საკრებულომ 11-12 საათამდე უნდა იაროს მორიგე ავტობუსი იქნება თუ სამარშრუტო მიკროავტობუსი ასე რომ ვთქვათ რომელიც ჯაჭვური რეაქცია ის ავტომატურად ქალაქის გამოსაცხოვლებაზეც იქონიოს გავლენას იმ ახალგაზრდებმა რომლებმაც იციან რომ იმ ავტობუსით შეიძლება 12 საათზე სახლში დაბრუნება ქალაქის ცენტრშიც მოძრაობენ და ერთად იქნებიან ასე რომ ვთქვათ და რაც შეეხება 10 ნომერ ავტობუსს ჩემთან იყო ბევრი მოსული სოციალურად დაუცველი ვინც მადლიერების სახლში იკვებება და გვაქვს
გვაქვს მოლაპარაკება და გვაქვს სქემა, ასე რომ ვთქვათ, დახაზული, როგორ შეიძლება 10 ნომერმა ავტობუსმა გაიაროს მადლიერების სახლთან ახლოს, რომ პირდაპირ ორი ტრანსპორტის გამოცვლა არ დაჭირდეს. აქ ავტობუსზე იმიტომ არის აქცენტი გაკეთებული, რომ ავტობუსით სარგებლობენ სოციალურად დაუცველები უფასოდ, რა თქმა უნდა, ესეც მედიის პროგრამაა, სამარშრუტო მიკროავტობუსით ვერ სარგებლობენ. ახლა დადის ერთი ავტობუსი თუ არ ვცდები და იulis 4 ავტობუსი ახალი კონკურსის შემდეგ. ანუ მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება და უზრუნველყოფილი იქნებიან ის ადამიანები, ვინც გაჭირვებით იღებს მადლიერების სახლში საკვებს და ახლა გადაადგილების დროს დღესდღეობით გადადიან სულხან-საბადან ვაკის-უბანში, თაბუკაშვილი და მე 5 ნომერს მიყვებიან, რომ მივიდნენ და იქ თავისი აბონემენტი გამოიყენონ და ვაკის-უბნის მოსახლეობისთვის მინდა კიდე რომ თქვა, რომ 20 ნომერი მიკროავტობუსი ახალი ხაზი დავამტკიცეთ, დავუმატეთ, ასე რომ ვთქვათ, მას სლაგეზი მოემატა და მოახდენს 20 ნომრის სამარშრუტო მიკროავტობუსი სტუდენტებისთვის ავა ხახანაშვილით და დაბიძის ქუჩით რკინიგზის ავადმყოფოსთან და თამარ მეფით, რა თქმა უნდა, გამოვილის უნივერსიტეტს. იქ სამი სტრატეგიული ობიექტია, უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, წერეთლის რკინიგზის სადგური და რკინიგზის ავადმყოფო და ამ კუთხითაც აღარ მოუწევთ ორი ტრანსპორტის შეცვლა სტუდენტებს და იმ ადამიანებს, ვინც ავადმყოფოში მიდიან, ასე რომ ვთქვათ რა, პირდაპირ შეეძლებათ ამ მიკროავტობუსით. რამდენად არის ეს პროცედურა გაწელილი დროში, იგივე კითხვა უნდა დაგისვათ ბატონ ლაშა, იმიტომ რომ ეს უკვე წესი მიღებული გვაქვს, ეს სლაგეზიც უკვე შესულია ძალაში ნორმატიული აქტი, ეს გასულ კვირას საკრებულომ დავამტკიცეთ და ეხლა ტენდერი უნდა გამოცხადდეს და ვინც გაიმარჯვებს უკვე ახალი ამ 20 ნომერზე სამარშრუტო მიკროავტობუსო ხაზზე, მას უკვე ამ ხაზით ანუ ძალიან მალე მოგვარდება პრობლემა. გასაგებია, რაც შეეხება მომავალი თაობის პრობლემას, მოედნები არ არისო, გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ბავშვებისთვის ალბათ მნიშვნელოვანია მოედნების არსებობა. მithumetes რომ ისინი საერთოდ მოწყდნენ ეზოს და ალბათ ხელი უნდა შეუწყოთ მათ ამ. საბინაო სამსახური ძალიან გვეხმარება, ძალიან მჭიდრო დგას ჩვენთან მაჟორიტარიასთან და სხვა სამსახურებიც იგივე კეთილი მოწყობაც, ეს თვითონ ქალაქის მერის დამსახურება და ამ ხალხის სამსახურის უფროსების და მოადგილეების და დიდი მადლობა მინდა საჯაროდ გადავუხადო. მოკლედ საბინაო სამსახურთან ერთად დათვლილი გვაქვს და ნანახი გვაქვს ჩვენ ამორტიზებული მოედნები, მინი ფეხბურთის მოედნები ასე დავარქვათ სულხან-საბაზე, მაგათ რეაბილიტაცია მოხდება და მინდა ერთი გითხრათ კიდევ ძალიან ბევრმა იცის, რომ 2017 წელს ქუთაისი და ზოგადად საქართველოს მასპინძლობს 20 წლამდე ასაკის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს და ერთი ახალი სტადიონით სულხან-საბაზე აშენდება, მომიტევოს თაბუკაშვილის და ვაგის-უბნის მოსახლეობა, მაგრამ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სულხან-საბა უფრო ამ ეტაპზე მისახედი გვაქვს, გავათანასწორებთ მე სულხან-საბა ვაგის-უბნის პირობებს და შემდეგ უკვე ახლა არ იფიქროთ, რომ ვაგის-უბანს ყურადღება დავტოვეთ, მაგრამ რაღაცნაირად უნდა წამოვწიოთ სულხან-საბა, რომ ვაგის-უბანს დაეწიოს, ასე რომ ვთქვათ, გაუსწორდეს. ანუ სულხან-საბას დასახლებაში გაცილებით მეტი პრობლემა არის და თქვენ ამას ხედავთ. უფრო ჩიხი არის სულხან-საბა ვიდრე ვაკის-უბანი რა. ვაკის-უბანში ახლა ნიკიეს პროექტი არის და წელიწადში ნიკიეს ქუჩა ძალიან ლამაზი ქუჩა გახდება და იქიდან წამოსული ავტობანიდან შემოსული მანქანები ყველა დასავლეთ მიმართულებით თითქმის უმრავლესობა გამსახურდიაზე და თაბუკაშვილზე გამოივლის და ამ კუთხით უფრო დაიტვირთება, ხო? ვაკის-უბანი და სულხან-საბა უფრო ჩიხი არის. იქ ჩადიხარ და ჩერდები და შესაბამისად უფრო მეტი მიხედვა სულხან-საბას ჭირდება რა. თუმცა ალბათ ორივე დასახლება საბოლოო ჯამში, მაგრამ მე მესმის რომ უპირატესობა მოსახლეობა რომ მიყვერძოება მაქვს მე ახლა სულხან-საბასთან მაგრამ ობიექტურად რო შევხედოთ ასე არის რა. დიდი მადლობა ბატონ ლაშა. საინტერესოა დარბაზი რას ეტყვის და დღეს მოწვეული საზოგადოება. თქვენ მე მგონი უნდა იყოთ ცოტა მკაცრი და იმ პრობლემების შესახებ უნდა დაუსვათ კითხვები ბატონ ლაშას, რომელიც ნამდვილად გაწუხებთ, იმიტომ რომ გარწმუნეთ დრო ძალიან მალე გადის და სულ რამოდენიმე წელი და ალბათ თვეები, მოდით ასე ვთქვათ, დარჩენილია მანამ, სანამ მათ აქვთ ის უპირატესობა, რომ იყოს თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი და თუ თქვენ ამ დროში არ მოთხოვეთ კონკრეტულ პიროვნებას, ამ შემთხვევაში ლაშა გვენეტაძეს იმ დაპირებების შესრულება, რაც გასცა წინა საარჩევნოთ და მე დარწმუნებული ვარ ალბათ უხვად გასცა, იმიტომ რომ წინა საარჩევნოთ ვიცით რომ ძალიან უხვად იცემა დაპირებები, თუმცა როგორ სრულდება ეს საინტერესოა. ამიტომ აუცილებლად უნდა დაუსვათ მსგავსი შეკითხვები, რომელიც კონკრეტულად პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე ასე ვისურვებდი. რაც ქონდა პროგრამაში ბოდიშით, რაც ქონდა პროგრამაში ის დაპირებები მივეცეთ მოსახლეობას, რასაც ნელ-ნელა ვასრულებთ. ჩვენ მე პირადად არ მივიკუთვნებ ისეთ კატეგორიას და რაღაც არჩევნები ჩემთვის არ არის რაღაც ამავალი წერტილი, რომ ყველაფერი შევკრდი ადამიანს და ვერაფერი ვერ გავუკეთე. გასაგებია. რასაც ვეთქვი აუცილებლად გავუკეთე. ნახოთ რა პრობლემებია თქვენთან სამაჟორიტარო უბნებში. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. სულ დღევანდელ დღეს კინოც ისტორიული დღე გახლავთ. ცემთან და კინოთან ერთად ეს ხალხი მოუყანა ქართული ხალხს. ნამდვილად. შეგიძლიათ და მოთხოვნები? დიახ. ბევრი არის. დიახ, ცოტა აუწიეთ მიკროფონს რა. ჩართეთ. დიახ, აი ეს. ზოგი სრულდება მოთხოვნები აი დაწყებიდან დღემდე, რაც ახალმა ქალაქის ხელმძღვანელობამ მუშაობა დაიწყო. ჩვენ ახლა ქალაქი ჩემი უბნის მოსახლეობა არ არის უმადური ამ ხელმძღვანელობაზე, რადგან მე ახლა შემიძლია ჩამოვთვალო ისეთი ერთი დღე იყო, როდესაც უბნიდან მოვდიოდი და ბატონ მერთან რაღაც შეხვედრა გქონდა და თუ იგივე მთელი უბნის სახელით მადლობა გადაეცით, რომ შეგვპირდნენ ლიფტების ეგეთ რამდენიმე ლიფტი, რაც მოსახლეობამ ბინამ რაც მოინდომა, ცოტა თითქმის ყველგან გაკეთდა და ეს აბაზე მადლობელია მოსახლეობა. ანუ თქვენთან გაკეთდა? აი კონკრეტული შეკითხვა, რა არ გაკეთდა და რა პრობლემის შესახებ უნდა კითხოთ ახლა ბატონ ლაშას, თუ შეიძლება კონკრეტულად კითხვა რო დასვათ. რაც არის გასაკეთებელი? დიახ, რა თქმა უნდა. პატარა სტადიონზე ითქვა რამდენჯერმე თქვენც უთხარით, ჩვენთვისაც სკოლისთვისაც ეს არის და მარტო საფარი უნდა ეს მოსახლეობის დაკვეთაა, გამოიკვეთა უკვე. მოსახლეობის და დიახ, ინტერვიუებში. რაც არის სკოლა იქვია და ამზადებთ ბავშვებს ფიზიკურ მომზადებას და ეს გვექნება ერთი თხოვნა ბატონ ლაშასთან. თხოვნა გვექნება კიდე გზა ჩასმულია, მგონია სამარშრუტო გზა არ არის იმხელა დიდი პრობლემა. პალიასტომი დგას ბინების წინ, ვერ გადის იქ, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი ცხოვრობს, ახლა სპორტსმენი კაცი მაინც სპორტზე გადა. იქ და ზოგიერთ სახელმწიფოებში ქუჩას ოლიმპიური ჩემპიონის სახელებს ართმევენ და ბინა და კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურას იმის ბინამდე საერთოდ მთლიანად აკეთებენ. ნუ ჩვენთან არაც აწყობილი საქმე, მაგრამ ჩვენ იმედს ვამყარებთ, რომ ეს უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, ეს არის გასაკეთებელი. ბინასთან ერთად ბატონ ლაშას წინადღეს თხოვე კიდო პროექტში არ არის შეყანილი 59 ბინის უკანა მონაკვეთი. მაგის მოსახლეობის ბინის ამბავი თუ არის, მაგაზე ჩვენ ვიაქტიურებთ და ჩვენი გასაკეთებელი რაც იქნება, ხელშეწყობა იქნება წინააღმდეგი გაკეთებაზე უბნიდან არც ერთი ადამიანი არ არსებობს, რომ რამის გაკეთების წინააღმდეგი იყოს და რა შესაძლებლობა და საშუალება ვისაც ეკნება, ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ და თქვენი მხრიდან ახლა ის არ არის ისეთი ძნელი გასაკეთებელი რამე, რომ ისეთ რამეს უთხოვთ. ანუ კონკრეტულად ორი შეკითხვა. დიახ, ბატონ დაზმიერ, პალიასტომის ტბა დგას ხომ? მსოფლიო ჩემპიონის სახლთან მისასვლელამდეო ეს თქვენ და 50 კონკრეტულად 59 ბინის პრობლემის შესახებ, როდის მოგვარდება ალბათ, ხო? ხო, როდის მოგვარდება. კიდევ გაქვთ შეკითხვა? კიდევ გაქვთ შეკითხვა და თხოვნა, ასეთი ბაღში, საბავშვო ბაღში მუშაობდნენ უცხოენის მასწავლებლები და მუშაობდნენ საქმის მასწავლებლები. ისინი რაღაც იმის გამო განთავისუფლდნენ და მოსახლეობა უბანი ითხოვს და ბატონ ლაშა აღდგენას რა მასწავლებლების არ არის იმ ხარჯთან დაკავშირებული, რომ რამდენი ბაღია, ერთი ბაღია და მეორე შენდება და იმ შენებლობისთვის კიდევ მადლობელია ხალხი, უხარია სულ ყველას, რომ რაც კეთდება, რაც არის გასაკეთებელი, მე მგონია. ანუ საბავშვო ბაღში უცხოენისა და ცეკვის მასწავლებლის მოწვევა რამდენად არის შესაძლებელი? დაბრუნება. კარგი, გასაგებია ბატონ დასმիր, თუ კი მეტი შეკითხვა არ გაქვს, დიდი მადლობა. ბატონ ლაშა გუპასუხებ. სტადიონს რაც შეეხება ბატონ დასმირს ვისაუბრეთ და აუცილებლად გაკეთება ეს მიმდინარე რემონტი რაც სჭირდება.
საფარი და ხელახალი შემოღობვა, იმიტომ დაზიანებული უკვე შემოღობილიც, რაც ცენტრში არის, ასე ვთქვათ, სულხან-საბას შუაში და ამ ახალ სტადიონსაც კიდე დავამატებ, რაგბის მოედანი უნდა გაკეთდეს, კიდე ახალი უნდა აშენდეს. რაც შეეხება 59-ის მისასვლელი გზა უკვე ჩასმულია, ის პრობლემა, რაც ჩვენ გავიარეთ, მაგ პრობლემას აღმოფხვრით და იმ დარჩენილ მეტრებსაც გავასწორებთ, გავაკეთებთ ისე, რომ ხალხი უკმაყოფილო არ იქნება. 59-ის გზა, მისასვლელი გზა უკვე ჩასმულია კიდე, რაც შეიძლება მალე გაკეთდება. საბავშვო ბაღში არსებული უცხოენების და ცეკვის მასწავლებლების ასე იგი როგორ იყო, იცით, მაშინ იყო ფასიანი წრეები ესენი ჩართული და ბაღიც ფასიანი იყო. საბავშვო ბაღი რო გახდა უფასო, გახდა სამჯერადი კვებით, უკვე სრული პაკეტი შეთავაზა ქალაქის მერიამ მოსახლეობას, რომ უფასო იყოს მთლიანად იქ ბავშვის მიყვანა. შესაბამისად, მუშავდება პროექტი, ნახოთ, მაგი უკვე თვითონ ქალაქის მერიაში გადასაწყვეტი და რა თქმა უნდა ჩვენთანაც იქნება ეს საკითხები გავლილი, რომ ესე იგი სრული არა გვაქვს, რომ ამ უცხოენებში და ცეკვის მომზადებაში ბავშვებს ფული გადავახტებინოთ. მივხვდით, ამიტომ მოხდა ამ ხალხის შემცირება, ეს საკანონმდებლო დონეზე მოხდა და მიმდინარეობს, ჩვენ შევხვდით ქალაქის მერით შეხვდა მასწავლებლებს და ჩვენც ბევრს ვიცნობთ ამ ხალხისგან და მუშავდება პროექტი, როგორ შეიძლება დარეგულირდეს, რომ ამ ხალხსაც ხელფასი მიეცეს და ბავშვებმაც ფული არ გადაიხადოს და აუცილებლად აღმოიხურება მაგ პრობლემა რა. და ეს სერვისი შესთავაზოთ. ფული არ გადაიხადოს, იმიტომ გაკეთდა ამ სერვისის ამოღება, ასე ვთქვათ რა. კარგით, აქ ორი პრობლემა დგას ბატონ ლაშა, დამეთანხმებით ალბათ, ერთი რომ ორი ადამიანი მუშავარი დარჩა და მეორე გარკვეული სერვისის გარეშე რჩებიან ბავშვები და ის მშობლები, ვისაც გააჩნიათ სურვილი შეისწავლონ ცეკვა და უცხოენა. ეს ქალაქისთვის მონიშნული აქვს ეს პრობლემა და მიმდინარეობს მაგაზე მუშაობა. კარგით, გასაგებია. კი ბატონო, კაპიტან ლალიტა. ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, როცა აღნიშნეთ, რომ სულხან-საბას დასახლებაში, ეგრეთ წოდებულ ავანგარდის დასახლებაში ძალიან ბევრი პრობლემებია. მე მინდა თქვენ ერთი კითხვა დაგისვათ უბნის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. თქვენ ძალიან დიდი ხანი აქტივდებიან, რომ ექნებოდა 24 საათიანი წყალი ეს ვიცი რომ 2015 წელს ეს პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღემდე არაფერი არ არის და თქვენ რა ინფორმაციას მოგვაწვდეთ ამასთან დაკავშირებით. ეს ერთი, რაც არის შეკითხვა, ჩემი, არა მარტო ჩემი, არამედ მთელი უბნის მოსახლეობის საერთო შეკითხვა თქვენს მიმართ და მეორე თხოვნა მექნება ასეთი, აი ბატონმა დაზმიერმა აგერ, როდესაც თავის საუბარში ახსენა პალიასტომის და ასეთი ტბები ჩვენ ახლა ეს მხატვრულად ვამბობ პალიასტომის და ასეთი ტბები მთელს უბანში დგას და თქვენ ეს დგას არა მარტო ნაწლი მარზე, არამედ აი ერთი კვირა რომ კარგი ამინდია, ეს მაინც დგას, იმიტომ რომ ეს ღრმულები ძალიან დიდი სიღრმისაა. მე ვიცი რომ შიგაგზების განათლება გათვალისწინებულია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დამთავრდება ბინების წინ ბეტონის საფარის დაგება და ეს უკვე დროში გაწელილი პროცესია, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება და არა მარტო ჩემი თხოვნა, არამედ მრავალი სულხან-საბას დასახლებაში მცხოვრები ადამიანის თხოვნა, რომ ეს ღრმულები, სადაც ამდენი წყალი დგება, დროებით სანამ მოხდებოდეს მათი ასფალტით დაფარვა, ამოევსოს ალბათ, ამოავსოთ, რომ ჩვენ უბრალოდ გადაადგილება შევძლოთ და ვიგრძნოთ ის, რომ ცხოვრობთ ქალაქში და არა სოფელში. გასაგებია, დიდი მადლობა, თუმცა ალბათ სოფლის გზებსაც უნდა მიეხედოს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი პრობლემებია ისედაც, დიახ. მიღებული ალბათ. დიდი მადლობა. წყალმომარაგებას რაც შეეხება დაწყებულია უკვე ქუთაისში და 2017 წლის ბოლომდე მოხდება მთლიანად ქუთაისის 2017 წლის ბოლომდე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულხან-საბას მოუწევს მაინც 2017 წლის დეკემბერი პირობითად, ხო, შეიძლება მოხდეს უფრო ადრეც. მაგრამ ეს ეტაპობრივად კეთდება, ანძასთან შენდება ერთი და მალე დასრულდება ერთი დიდი წყალსახადში და წყალსაცავი, საიდანაც მე უნდა განაწილდეს ქალაქში და რამოდენიმე ადგილზე შენდება კიდე და 24 საათიან წყალზე მთელი ქუთაისი გადავა 2017 წლის ბოლოს, ასე ვთქვათ, ეს თვითონ ქალაქის მერის დიდი მიღწევა, ძალიან მანამდე მე მახსოვს ქუთაისში 22 მილიონი ევროიანი პროექტი იყო, მე კიდე რამოდენიმე მილიონის დაემატა და უნდა დაწყებულიყო ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგების პროგრამა, დაიწყო, მე შეჩერდა, მე ის გადაიდო, მე ის პროექტი სადღაც გაქრა და ეხლა უკვე
ტენდერშიც არის ორგანიზაცია გამარჯვებული, ვინც აშენებს ამ ყველაფერს და უწყვეტი პროცესი არის და რომელიც 2000 კიდევ მეორე 2017 წლისთვის დასრულდება და მთლიანად Ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ღრმულების ამოვსება და შიდაგზები, ბატონ ლაშა. ღრმულების ამოვსება და შიდაგზები, რაც შეეხება, ეხა ქუთაისში მასე სულხან-საბასზე რამდენიმე ბინა კეთდება, ანუ ეს ბეტონის საფარი თვითონ ბინის წინ ეზოები კონკრეტულად მაქვს ამოღებული და გეტყვით ეს არის 23 ნომერი 21 ნომერი 71 73 95 41 21-ია 31 53 57-ია 49 91 91 ესენი ყველაფერი დასრულდება ივლისის ბოლოს. არის თუ არა აქ ის ტერიტორია ქალბატონო ლალიტა, რომელიც თქვენ ახსენეთ, აი ბატონო არის მისასვლელი გზები გაკეთდება, მისასვლელი გზები. ესენი მე უკვე რასაც გიყვებით, რასაც გეუბნებთ, ეს გამოცხადებულია ტენდერში გამარჯვებული არის და მიმდინარეობს ეტაპობრივად ამის კეთება. ყველა ბინას ერთად ხო არ დაიწყებ, არა, ნაწილ-ნაწილ მიმდინარეობს, რამოდენიმე ჯგუფი მუშაობს და მისასვლელი გზებს რაც შეეხება 29, 33, 39, 59, 55, 57, 58 77, 89, 85, 69, 91 და 93 ესენიც მისასვლელი გზებიც უკვე რასაც მერია აკეთებს თავის ხარჯით და ამაში უკვე 1%-საც არ იხდის და არც 1%-ს არ იხდის მოსახლეობა, ესეც შემოდგომამდე დასრულდება. მე რეალურად გეუბნები თქვენ შემიძლია გითხრათ ახლა რომ დასრულდება მაისის ბოლოს, ფიზიკურად ვერ მოესწრება. ამიტომ გეუბნებთ რომ შემოდგომამდე ეს ქუჩები რაც შემოთვალეთ ბინის კორპუსები, მისასვლელი გზები დაიგება ასე რომ და შესაბამისად ის ღრმულები და ეს პალიასტომები, ის სხვადასხვა პალიასტომის ამასინად ნახეთ დამშრალი იყო და ის პალიასტომის პატარა ტბები, კერები, ასე რომ ვთქვათ, თავისთავად აღმოიფხრება და გასწორდება და ნელ-ნელა უნდა დავამგვანოთ უბანი ქალაქს და უნდა დავამგვანოთ გასაგებია, დიდი მადლობა. მე ძალიან მინდა დავიჯერო და მინდა დაპირებად არ დარჩეს, იმიტომ რომ 24 საათიანი წყალმომარაგება ალბათ ვის და ქუთაის ნამდვილად ახსოვს. ყოველი წინასაარჩევნო პერიოდი დროს ხდება აპელირება ზუსტად ამ თემაზე 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება ქუთაისში აუცილებლად მიიღებთ წყალს არ ვიცი დაპირება არ დარჩეს დაპირებად მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბატონ ლაშა ამ შემთხვევაშიც ქალბატონ ზისანა თქვენ გიჭირავთ მიკროფონი ალბათ თქვენ გადაწყვეტეთ შეკითხვის დასმა დიახ მოგესალმებით ისევ ქალბატონო ნანა ბატონო ლაშა მე ბატონი ლაშას შერის სტუმარი ვარ ასე ქვია მივსულ ვარ პრობლემებით. კი, მივსულ ვარ პრობლემებით და ეს პრობლემები ყველა გადაწყვეტა ბატონმა ლაშამ შეძლების და გვარად. პირველი პრობლემა იყო სასაფლაოს პრობლემა. მაშინ კოლექტივი, კი, მაგრამ ვინც ხო, კი, ვიყავით მოსახლეობა მოსული და ბატონმა ლაშამ ისიც გადაწყვიტა და მოგცა პირობა რომ ის მესაკუთრეც იყო. ეს ნაგვეთი მოსახლეობა იყო წინააღმდეგი რომ სასაფლაო არ გაეკეთებინა იმ და ცოტა რთულია ხა კერძო საკუთრებაში ადამიანს დაუშალო რომ მოდით სასაფლაო იქ არ გახსნა და ამიტომ შევახვედრეთ მესაკუთრე და მოსახლეობა ერთმანეთს და შესაბამისად ერთმანეთში მოვილაპარაკეთ დავისაუბრეთ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება მესაკუთრეც რომ და დიდი მადლობა იმ ადამიანს რომ გაგვიწია ანგარიში და კი მადლობა მართლაც მოსახლეობაც რომ ეს რაც მოგვარდა მე მინდა მადლობებით დავიწყო იმიტომ რომ მაგ სათქმელი რომ უთხრა ბატონ ლაშას მადლობები ასევე მინდა მუნიციპალიტეტს რომ უთხრა ჩვენს გოგოებს დიდი მადლობა გვაქცევენ ყურადღებას მთავარია ხალხი უნდა მივიდეს მოსახლეობა უნდა მივიდეს იმ გაჭირვებით რა გაჭირვებაც აქვთ იმათ თავიანთ ბინაში ეს არა ეს იყო მადლობა უნდა უთხრა რა თქმა უნდა უთხრა მადლობა ახლა რაც არის გასაკეთებელი მე ახლა ბინაში თავისთავად ჩემს ბინაში მივმართე მერიას მივმართე მუნიციპალიტეტს და ბევრი რაღაცები გადავჭერი ეს პრობლემები ახლა რაც არის გზის პრობლემა, რაც თვითონ მოსახლეობა ითხოვს. ჩემი გზა კეთდება არის ჩასმული, მგონი 59 არის თავისთავად ჩასმული. ატრაქციონი ყველაფერი, ჩემი მეზობლების მხარდაჭერით, მოსახლეობის მხარდაჭერით, რა ვიცი, 4 წელიწადია ვაკეთებთ ყველაფერს. გაკეთებული გვაქვს. ახლა ლიფტის პრობლემა გვაქვს, ეს ისევ თანადაფინანსებით, რასაც ქვია. მერე
თუ რამე არის დასახმარებელი, გვეხმარებიან და რა ვიცი, ცუდია, რატო უნდა ვთქვა რამე. ყველაფერი კარგია. ლიფტის პრობლემა რომ არა, ლიფტის პრობლემა მეგონებოდა ნამდვილად თავი და ყველაფერი გაკეთებული არის. ლიფტის პრობლემაც მალე მოგვარდება, ისევ ჩვენ უნდა შევაგროვოთ თანხა და 10% დაგვიფინანსებს მერია. მეტი 90-ზე ჩვენ არ არსებობს პრობლემები, დიახ. მეზობლების პრობლემა რაც არის, ვის რაღაც გაუჭირდა, მივმართეთ და დახმარებებიც არის ერთჯერადი და ისედაც, რა ვიცი, რაც შესაძლებლობა არის, გვეხმარებიან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ვთხოვო ოპერატორს, რომ ჩართოს სატელეფონო ზარები და თანდათან მოსახლეობა შემოგვიერთდეს. საინტერესოა, რა თქმა უნდა, მათ როგორი განწყობა აქვთ, იმიტომ რომ აქ დღეს გასაგებია ნაწილი პრობლემებისა დაისვა, მაგრამ ქალბატონმა მზისანამ აღნიშნა, რომ პრობლემები არ არსებობს. საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, აუცილებლად დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია ტელეეკრანებზე 21-32-090000007 და კონკრეტული შეკითხვა დაუსვით ბატონ ლაშას. დიახ, ბატონ თამაზ. მოგესალმებით. ბატონ ლაშა, მახანა თქვენ აღნიშნეთ გზის შეკეთება და ეს და დიახ. ჩემი თქმა იქნება ეს ერთი ბაღი არის და იქ ახსენეთ მაშინ თქვენთან რომ ვიყავით მუნიციპალიტეტში მოსული და ის პატარა ბილიკი რო გაკეთეს, მახანა ჩამენიშნოთ და გავაკეთოთ ის რომ მშობელი ბავშვი ნორმალურად მივიდეს ბაღამდე, რომ ისე მიედგება სანამ ვარსადენები გაკეთდებოდეს, შეიძლება იქანა პატარა მოკლე ბილიკის ეკეთება, რომ წყალში არ დასვლიდეს ბავშვი და მშრალად მივიდეს ბაღამდე. შეიძლება ამის ჩანიშნა და რაც შეეხება ის რაც ვისაუბრეთ იქანა ის წყალი რომ იდგა ის საჯვარედინზე ის გაკეთდა, სიამოვნა, ყველას ეს სიამოვნა. აფია დასახლების წყალს და რა ვიცი. ნაწილ ნემდელა კეთდება რა თქვა. გასაგებიანო თქვენ კონკრეტული შეკითხვა დაუსვით, მაგრამ ვიდრე თქვენ კონკრეტულ შეკითხვას გასცემდეს პასუხს ბატონ ლაშა, მოდით ტელემაყურებელს მოусმინოთ, რომელიც უკვე ხაზია. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ხარბატონო. საღამომშვიდობის. დიდი სალმები თქვენ სტუმარს. დიახ. ჩეთრონა წამბულს მეორე შესაძლებლობაში ცხოველები მოხალხე გაწუხებთ. დიახ. იმედად. დიახ. მე ძალიან მაინტერესებს ერთი რაღაც ახლა მოვისმინე თქვენი საუბრიდან თქვენი სტუმარი საუბრობს და ტელემაყურებლები არიან თუ იხსნიან დარბაზში და ბევრი პრობლემაა წყალზე, გზაზე. ჩვენთან მაგალითად ძალიან დიდი პრობლემაა გზის განცხადებაც შემოვიტანეთ მერიაში, დავწერეთ კოლექტიური განცხადება. არჩევნების იერცხება რო ხონდა საში რო იყვნენ უკაცრავად ამწყვეტ რო იყვნენ შემოსულები უბანში, შეხვდა მე დეპუტატიც საერთოდ მე არაფერი. კონკრეტულად ბატონი ლაშა, ქალბატონო. ლაშა გზანდებოდა, მაგრამ იყვნენ წარმომადგენლები, დიახ. მე ძალიან გულისწყდება რაზე იცით? ჩვენს ირგვლივ რაც ქუჩებია, რუის ქუჩა, ასლანიკაშვილის, ყველა გაკეთდა გზები ჩვენთან არის, მარტო დარჩენილი თქვენ გონიათ დიდი მონაკვეთია 300 მეტრია დარჩენილი გასაკეთებელი. ჩვენ განცხადება შემოვიტანეთ, ისეთ შეწუხებული ვართ უგზოობით, რო იცოდეთ, როცა ავდარი არის, ისე უჭირს 300 ტაქსი მუშაობს ჩვენთან. დღემდე ჩვენ გზა თუ გვაქვს, მაგალითად ეს არის მოსახლეობის სამსახურება. ჩვენი ძალებით ვაკეთებდით. ახლა ბოლოს მე 21 საუკუნეში ვცხოვრობ, ამდენი ხალხი ცხოვრობს ამ უბანში. მოსწავლეები არიან, დაღესტნები არიან, მოფისები არიან, პენსიონერები არიან. როცა გავდარდება სასწრაფო მანქანა ვერ ამოდის. გასაგებია ქალბატონო. ხმესმა დავგითხროს და სახანძრო უნდა გავჭიროს და რო დავჭირდეს ვერ ამოვა. მე მაინტერესებს ჩვენ ჩასმული ვართ თუ არა საერთოდ გაკეთდება თუ არა და განცხადება შემოდან იგავს და პასუხი მაინტერესებს. გასაგებია ქალბატონო, თუ შეიძლება თქვენი მაჟორიტარი ვინ არის რომ თქვათ? ჩვენი მაჟორიტარი ვინ არის და ექიმია როგორია ზურაბი? ზაზა ლომინაძე. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის, აუცილებლად მივაწვდეთ ზაზა ლომინაძეს. ხმას უღრმესი მადლობა. მე იმედი მაქვს რომ და ყურადღებას მოგაქცევთ და პასუხი იქნება დადებით. რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავცემთ ჩვენ ამ ინფორმაციას ბატონ ზაზას. დიდი მადლობა კითხვისთვის. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ მე როგორც ვიცი ბატონი ზაზა სამაჟორიტაროში რამოდენიმე ქუჩაა ჩასმული, მათ შორის ბარნოვის ქუჩა უნდა იყოს ერთი ჩასმული, რომელიც გაკეთდება უახლოს მომავალში და იმეც ვიტოვებ, რომ გეთემანწამებულით ჩასმული ხმა ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი ზუსტი პასუხი და მე თვითონ ნახო ბატონ ზაზასთან გადავცემ აღმოჩნდა. მე მგონი ინფორმაციის მიწოდება არის შესაძლებელი. კი ბატონო. ბატონ დემურ. დიახ. დიახ. გამარჯობა. მე ძალიან
შევაწუხებ ლაშას. ჩვენი უბანი გამსახურდიას ქუჩა. გახარებულია იმით, რომ ჩვენ გზას ვეღირსეთ ამდენი ხნის შემდეგ. ეხლა მთავარი ჩვენთვის და ყველასთვის განსაკუთრებით ბავშვებიან ოჯახებისთვის მოძრაობა ძალიან სწრაფად. დიახ. კეთილმოწყობა ამ გზის გამსახურდიას ქუჩის. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის. საგზაო ნიშნები დახაზვა. თქვენ ლაშა ბრძანეთ დატვირთვას მიიღებს გამსახურდიას ქუჩა. აი ეს მოუწესრიგებელი ლომარი ნიკიედან გამოსასვლელი დღეს თაბუგაშვილიდანაც გამოსასვლელი. ძალიან ესე იგი აი როგორ იცის საშიში რაღაც არის იქიდან ძალიან სწრაფად გამოდიან აქედანაც. აი ეს არის ჩემი თხოვნა. გასაგებია, საკმაოდ სერიოზული თხოვნაა. იმიტომ რომ როდესაც ბავშვებს ეხება საუბარი, ჩვენ ვიცით რომ ბავშვები ძალიან ხშირად დაუკვირვებლები არიან და სწორედ მათთვის კონკრეტულად უნდა გაკეთდეს მით უმეტეს საგზაო ნიშნები თუ არ არის და შუქნიშნები საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. პასუხებ თუ შეიძლება. ესე ჯერ გვაქვს ქუთაისში უგზოობის პრობლემა, შემდეგ უკვე როცა ქალაქის მერია გზას გააკეთებს ან რეგიონული განვითარების სამინისტროდან დახაგად მოირიცხება ეს გამსახურდიას ქუჩა ყოველ შემთხვევაში ბატონი შოთა როცა იყო რეგიონული განვითარების მინისტრი ბატონმა გუბაზმა როგორც ვიცი ბატონი გუბაზის თხოვნით და ბატონი შოთას შემწეობით მაშინ მოხდა ამ გზის თანხის გადმორიცხვა და ამ გზის დაპროექტება და გაკეთება ანუ უგზოობის შემდეგ უკვე როცა ქალაქი გზას დააგებს მე ვაწყობთ პრობლემას რომ უკვე ჩხარამოსიარულე ხალხი იგივე ჩვენი მეზობლები და იგივე ჩვენი თანახმადებლები და უბნელები ასე ვთქვათ რა თქმა უნდა ეს თვითონ ერთმანეთში უნდა ვისაუბროთ მე იმას არ ვიძახი რომ ყველა კანონმორჩილია და ყველა წესიერად და ნორმალურად დადის ქალაქმა უნდა გააკეთოს თავის გასაკეთებელი თაბუკაშვილის ქუჩაზე გვინდოდა მაგალითად რომ ცენტრალური ქუჩაა და იქ არ გვინდოდა გაკეთებულიყო გზაზე დაფენილი რა ქვია სახენ ფუგაროკი ბოდიში ამ რუსულ ჟარგონზე და გვინდოდა ვიდეო კამერა დაგვეყენებინა მაგრამ პატრულთან შეთანხმებით 6 ადამიანი 7 ადამიანი არის გარდაცვლილი უკვე რაც გზა გაკეთა თაბუკაშვილის ქუჩა და მაინც ჩქარად დადის ხალხი ასე ვთქვა და სკოლის მდებარე ტერიტორიაზე მოხდა იმ ბუგორების გაკეთება და არის მაგაზეც საუბარი გამსახურდიაზე რამოდენიმე ბუგორი უნდა გაკეთდეს მაგ კონკრეტულ შემთხვევაში სადაც ნიკიას და თაბუკაშვილის ქუჩას უერთდება გამსახურდია იქ აუცილებელი გასაკეთებელია ჯერ განათებაც რომელიც ნიკია გამსახურდიას უკავშირდება და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ბუგორებიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს რა როგორ საგზაო ნიშნები ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს აუცილებლად გავაკეთებთ მე ვთხოვე კეთილმოწყობის სამსახურს და ეკლესიასთან გავაკეთეთ დაუთმე გზა თაბუკაშვილზე დაუთმე გზას ნიშნები და ახლა სადაც სტოლილები შესახნელი ყოფილი კლინიკურ საავადმყოფოსთან რაც გამსახურდიას უკავშირდება იქაც დაუთმეს გზა ნიშანიც გავაკეთეთ და პირველ რიგში ჩვენი მენტალობა უნდა შეიცვალოს და უნდა ვიცოდეთ რომ უნდა ვიაროთ ნელა იქ სადაც დასახლებული პუნქტია რადგან იქ კანონდარღვევა ჩქარასიარული და რაღაც სავალალო შედეგი მოხდეს და ნელ-ნელა მე მგონი ამასაც მივახცევთ ჩვენი შემძეობით და გვერდით ბატონ ლაშა მე გამომდის რომ ყოველ კითხვის შემდეგ მე ასე ვამატებ კითხვას მაგრამ როდესაც ამბობთ ნელ-ნელა და როდესაც ბავშვებზია საუბარი ხომ არ ჯობია რომ აი ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს კარგით ნელ-ნელა როდისთვის ნელ-ნელას რომ შეიძლება მეორე დღეს შეიძლება პირობითად ვიძახო მაგრამ მე ხო არ ვიცი ახლა ზუსტად რომ მოვიკითხავ ამ საკითხს მოგკითხულიც მაქვს პრინციპში და ვიცი რომ ეს ბუგორები ჯერ ჩვენ არ აგვაქვს ნაკიდი ქალაქის მერიას არ აქვს ნაკიდი რომ დააგოს ის საპატრულოს მოთხოვნით და უცებ მოხდა გამსახურდიაზე ცოტა საიტნოტში ვიყავით ასე რომ ვთქვათ რა იქ სადაც პრობლემას აწყობები იქ ცდილობ რომ რაც შეიძლება მალე მოაგვარო ხო და ანალოგიურიც ახლა რაც შეიძლება მალე მაშინ ასე გეტყვით რაც შეიძლება მალე მოხდება ამ ბუგორების შეძენა და შემდეგ ამ ბუგორების დამონტაჟება თავისთავად იგივე პრობლემა თოფურიას ქუჩაზეც იქზები კვეთენ ერთმანეთს და იქაც ანალოგიური პრობლემის წინაშე შეგ თქვენთვის ნაცნობია ეს პრობლემა კარგით გაბატონო მზევინარ ჩართეთ მიკროფონი და მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის
ბატონო ლაშა მაინტერესებს ძალიან ჩემბინაში ნაბილად კატასტროფა არის. სახურავი გადამწვარი. რა ნომერი ბინაა თუ 57 ხო? სახურავზე ესე იგი ასეთი პრობლემა გვაქვს, პრობლემა რა ასეთი პროგრამა გვაქვს ჩვენ, რომ ადრე გასული წლების განმავლობაში და თუნდაც უკვე 2012 წლის შემდეგაც რიგდებოდა ჩაულებრივად სახურავი ეს პიკროს რო ეძახით ტოლი და რიგდებოდა და შემდეგ უკვე ბინას არ ქონდა იმის საშუალება და ბინაში არ იყო კიდევ მეორე ფის ერთობა რომ თანხა ეკრიბათ და ეს გადაეხურათ საკუთარი ბინა. ანუ პროგრამა ითვალისწინებს მასალის უფასოდ მიცემას ბინაზე და უკვე მისი გადახურვა უნდა უზრუნველყოს თვითონ ბინამ და მოსახლეობამ. ეხლა ახალი პროგრამით ახალი წლის შემდეგ უკვე ბინამ უნდა წარმოადგინოს ესე იგი ხარჯთაღრიცხვა და პროექტი რა ჯდება მისი გადახურვა. ანუ მთლიანი ღირებულების 50%-ია დაახლოებით ნაანგარიშები და საკრებულოს მიერ მიღებული ეს წესი, რომ მთლიანი რაც რამდენი ტოლიც უნდა, რამდენი სახურავიც უნდა, რამდენი კვადრატულიც უნდა და ის თუ არის პირობითად 10000 ლარის ღირებულების, ხო, დაახლოებით 50% ჯდება მისი გადახურვა იმ გაზით, იმ გუდრონით, ხელობით და ასე შემდეგ. იმ გადახურვის თანხას მოსახლეობა ყრიბავს, ასე რომ ვთქვათ, შეაქვთ ბიუჯეტი ანგარიშზე, მერიის ანგარიშზე, ის ანგარიში არის შეჩერებული, ასე რომ ვთქვათ, იმ ანგარიშის გახარჯვის უფლება არავის არ აქვს. მერია კისრულობს იმ თანხის გადახდას, რასაც საკომისიო საძახიან ბანკში, როცა თანხა შედის და გამოდის, რომ ისევ ხალხმა არ იზარალოს. ანუ მოსახლეობას შეაქვს მისი გადახურვის თანხა, დებს სადებოზიტო ანგარიშზე, შემდეგ მერია აძლევს და საბინაო სამსახური მას აძლევს ტოლს, პიკროსს და შემდეგ ხდება ამ სახლის დახურვა. და ამ დახურვის შემდეგ უკვე ვინც კი დახურავს, რომელი ორგანიზაცია თუ კერძოპიდი ვინც დახურავს, ის ხდება უკვე პასუხისგებელი გარანტიაზე, 5 წლიანი იქნება თუ დაახლოებით 7 წლიანი გარანტიას აძლევენ მხურავები ამ შემთხვევაში მოსახლეობას და შემდეგ ხდება უკვე ამ თანხის გამოტანა მოსახლეობის და კერძოდ ამ ხანაგობის თავმჯდომარის მიერ დობით აღჭურვილი პირი თავისთავად თვითონ ბინაში და გადახურვის შემდეგ ხდება ამ თანხის გამოტანა დაბრუნება და შემდეგ გადახდა ხელოსნისთვის ასე ვთქვათ. იმ დროს გადახდა და საერთოდ სახურავი. და ახლა ამ წუთას გადახდილია, წვიმა ჩამოდის, გავწამზევინა რა? ჩამოდის ხო, ჩამოდის, ხალხი შეწუხებული არის ძალიან და მე მივმართე მაშინ მუნიციპალიტეტს, მოვიდნენ ისინი, დაასურათენ კიდევაც ეს მერიამაც გაიგო ეს და განცხადება დავწერე და რამდენი ხანია რაც ეს პრობლემა დგას? ეს დაახლოებით კი არის 1-5 თვე. 5 თვე და 5 თვის მანძილზე წვიმაში ჩამოდის სახურავიდან წყალი გავუტანზევინარ და ზედასართულები და რა მდგომარეობაში მეტი შეწუხებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა არის ჩემი ბინისთვის პირადად და კარგი, მე იმ კვირაში როგორც კი სამუშაო დღეები დაიწყება, იმ კვირაში მოვიკითხავ, ჩავიწერთ თქვენ კოორდინატორებს და იმ კვირაში შევხმენდეთ და დავალაგოთ ეს სიტუაცია, რაც შეიძლება. ძალიან კარგი. კი ბატონო. კარგით, მე მგონი ტელემაყურებელია პირდაპირ ეთერში, თუ კი სწორად გავიგე. ტელემაყურებელი გვყავს? კარგით და ისევ დარბაზში შეკითხვა, ბატონ ნოდარ. როდესაც თქვენ მოგზანდით სტუდიაში, როგორც უხუცესი და ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად აწუხებთ ბატონ ლაშას, ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია ასეთია, საინტერესოა. ამ შეწუხების შემდეგ გვარდებოდა თუ არა პრობლემები და კონკრეტულად დღეს რა პრობლემებით მოხვედით? შეწუხება კარგი გაგებთ. ალბათ მოწვევისათვის თორემ ახლა ასეთი არის შალადადინის ქუჩის მაცხოვრებელი ნოდარის თვილიძე ლევანაგებით. დიახ. გასულ წელს ესე იგი ივლისის თვეში სასველი წლის ისე მილები შევცვალეთ. და ამ ხით მოწესრიგებულია. მაგრამ ახლა ეს თვითონ გზა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და როგორ. ეს ღრმულები არის და წვიმის დროს დგება გუბეები, მოქალაქეებსაც ესე მაცხოვრებელში ჩაუდის წყალი ეზოებში და იქნება ანტისანიტარია. და რაც შეეხება ქარის დროს კიდევ ეს მტვერი ადის და პირდაპირ ოთახში შედის და სახლებში. დიახ. ხო და ეს ვითხოვთ ახლა ამის გაკეთებას დროზე რომ დაიგოს ესე ის საფარი. ამას ვითხოვთ. მეორე საკითხი არის სახელმწიფოთანაც იყო თაბუგაშვილის ესე იგი მონაკვეთზე საუბარი. ჩვენ ესე იგი პირდაპირ შემოვიდივართ ალა ჩემი გამოცდებით რომ იქ უნდა დაიგოს ბუგორები. დიახ.
იმიტომ რომ ეს შუქნიშანი და ესა მაგაც ვერაკაებს ზოგიერთი ესე იგი აგვირასილი მზღოლები ამას ვეთქი სვეტყვის ბიჭო ისე დადიან ბატონი ლაშაც ბევრჯერ შესწრებია მდგომარეობას და თვითონაც კი რომ დადაგებია მანქანები რომ თითქოს ფრინავე თითქოს ისე მიდიან დიახ ის მეთოდოლოგია საშუალო სკოლასა და დადაგებულზე დადაგებულია კი ბატონო მაგრამ როგორც გამოცდებიან იმას თუა და ფრინავენ ესე იგი ასე ფრინავენ ჩვენ ესე იგი მევითხოთ ესე იგი ჩვენ ეს ხშირი ავარია მოხდა აგერ ამაცია კიდევ ისეთი ისე მოკლა მანქანა ვეკ რომ კიდევ შეგანებოდა ხშირი არის ავარია ეკლესიასთან განსაკუთრებით იქიდან მომავალი ის თქვია კიევეთაბაგიდან მომავალი მანქანები უხეს მაგათ 4 ხელზე გადის მე როგორც ასეთი პასელებს უძახებ გამენდა მომავალი მანქანები კიდევ უხეს 4 ხელზე ხო და ხშირი შემთხვევა კიდევ გავარიები ხდება ხო და შეფეშანს კი არა და იქ ჩვენ ესე იგი ბუგარას მოვითხოვ ბუგარების აგებას რომ ეს ავარიები თავიდან ავისწინოთ ძალიან შეშემთხვევებია მადლობა ყველასთვის დიდი მადლობა ისევ სერიოზული პრობლემა ბატონ ლაშა და კონკრეტული მაგალითი როდესაც ადამიანი გახდა მსხვერპლი ჩქარა მოსიარულე ტრანსპორტის უდიერი მოპყრობისა დიახ ეს არის მე მგონი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და თვითონ ჩვენთაგანის ცნობიერების ამაღლებაზე ალბათ რაღაც თუ კი ჩვენ არ შეგვიძლია ამის ესე დანახვა და ჩვენ თვითონ რომ ავიმაღლოთ ეს ცნობიერება რაღაც კონკრეტული ალბათ უნდა იყოს ჯარიმები სასამართლოს მხრიდან კანონის მხრიდან იმიტომ რომ კონკრეტული მაგალითი მოიყვანოს ბატონმა ჩვენ ვიცით რომ არაერთი მაგალითია სამწუხაროდ ასეთი დიახ აი რა ხდება ამ კუთხით ბატონ ლაშა იმიტომ რომ მართლა სერიოზული პრობლემა იქ ბავშვები არიან მე-15 სკოლა ახსენეთ პიონერთა პარკი სადაც ალბათ ბავშვები დადიან ხოლმე მოსწავლე ახალგაზრდა სერიოზული პრობლემა და მეორე შეკითხვა ექნება ქალბატონ ზევინარს თუ შეიძლება ქალბატონ ზევინ კი ბატონო ჯერ პასუხი რა თქმა უნდა ჯერ პასუხი და შემდეგ ქალბატონ ზევინარი მართალი ბრძანდებით ბატონო და ესე დადიანის ქუჩას რაც შეეხება გვინდა რაც შეიძლება ჩვენ ვართ 3 წლიანი პროექტით და პროგრამით მოსული ასე რომ ვთქვათ რა საქმის კეთება იწყება თავიდან რა რაშუიდან და რა ბოლოდან ხო ეხლა მიმდინარეობს იქ თოფურიას ქუჩა გაკეთა ეხლა ზაქარიაძის ქუჩა კეთდება და ანუ იქ არხი რო გადის დადიანის დასაწყისამდე იმის ზედა ტერიტორია უკვე მოლეულია ფაქტიურად შემდეგი ეტაპი უკვე დადიანის და ხუნძაძის ქუჩის დასაწყისი არის და მაგ მხარე უნდა რა თქმა უნდა მაგ მხარე უნდა მოვილიოთ და შემდეგ უკვე მესამე ეტაპი უკვე ქვემოთ ქვედა ვაკის უბანი სადაც უკვე ცენტრალური გზები სადაც არის და მისასვლელი გზები ეს მისასვლელი გზები მოყვება ბეტონის დაგებას საფარს, რასაც მოსახლეობა მერიასთან ერთად იმათი პროცენტი 90%-ზე, რასაც მოსახლეობა აკეთებს. მაგას მოყვება მისასვლელი გზები, მაგრამ რაც შეეხება ხა ხუნდაძის ქუჩას, რომელიც მისასვლელი გზა არ არის, ცენტრალური ქუჩა არის, ხო? გრეიდერი რამდენიმეჯერ გავატარეთ, ახლა უნდა გავატაროთ კიდე იმ კვირაში. ხო, ის უკვე ცენტრალური ქუჩა არის და მაგიც უკვე ამ 3 წლის უკვე 2 წლის განმავლობაში აუცილებლად გაგრძელდება. კი, მან დაახლოებით აღდგომებს გავაკეთებთ მაგას აუცილებლად. მიწერილი მაქვს უკვე მე ხალხს. როგორ? ბუგორების დაგება, ავარიული სიტუაციების. ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ მაგაზე ბატონო და მაგრამ იგივე პრობლემა ბუგორებს და აუცილებლად გასაკეთებელია და აუცილებლად გავაკეთებთ. მიკროფონში ისაუბრეთ თუ შეიძლება. ბატონო და გადაეცით მიკროფონი. ჯარიმა აჩერებს. გაჟღერეთ. ახლოს მიიტანეთ მიკროფონი. არ შველის არაფერი, არ შველის. მაგრამ ბუგორებია საჭირო. მე ჩვენ კატეგორიულად თავს მოვითხოთ სულ. ბუგორებია საჭირო. ანუ ეს არის კატეგორიული მოთხოვნა. ჯარიმა გადიქით უცხო ისე გააგრძელებს იმას. ჯობია ეს იქნება საჭირო. წუთხე ჯარიმა რომ მივცეს. დიახ, ანუ გამოსავალს ხედავს მოსახლეობა ბუგორების, ანუ სიჩქარის საწინააღმდეგო საშუალებების დაგების მხოლოდ ამ კუთხით. დიახ. სკოლასა, ბიჭება გადამოკლა, მე დაიგო ბუგორები. გასაგები. 20-30 ისეთ საჭიროა მოდიოდა. გასაგები, მე მგონი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. საკმაოდ სერიოზული და ღამე საერთოდ ჩანს. გასაგებია ბატონო და გაშლილი გზა არის და მაყურებელი გვერდება, მოდით მოусმინოთ და განვაგრძოთ ისევ საუბარი. გისმენთ? საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ბატონ ლაშასთან ამოქვს ერთი შეკითხვა. დიახ. მე მშობელი ვარ, ფეხბურთი
ფეხბურთელი მყავს 7. ხოდა ეკავა ავანგარდის ტერიტორიაზე. არის საფეხბურთო სკოლა, რომელიც თქვენ დახმარებით ეკეთა და ბევრი წვლილი მიგიწევთ. ხოდა არის პრობლემა იმის, რომ ბავშვები ვარჯიშობენ იქ და მოედანი, აი ორი სკოლის მოედანი არის იქ და შეიძლება მათი გადიდება. რომ სრულყოფილად იყოს ბავშვმა და ეს ბავშვები დადიან გეგუჩი სათამაშო, თავის მოედანზე ვერ თამაშობენ. უწევს სულ სხვაგან თამაში. არიან ბევრი ბავშვები და კარგი ბავშვები არიან და ეს ქუჩაში უარ დადგენ და უარი იქნან და სპორტით დაკავდნენ. პირველ რიგში ამას ხელი შეწყობა უნდა პირველ რიგში ამ სიტუაციიდან გამომდინარე სკოლის დირექტორი, რომლის გვერდში დგომა იქ არჩა. ხოდა შეგიძლია თქვენ რომ აი თქვენი დახმარებით რომ ამ სკოლის დირექტორთან შეთანხმება მოკეთდეს და იყო ამის პროექტიც იყო რომ შეიძლება იქ მუდმივი გაკეთება რომ ბავშვმა ავანგარდიდან არ წავიდეს სოფელგებში და იქ არის თამაშოს თამაში. ამას მიაღწევ და არის ყურადღება ეს ჩემი მოთხოვნა არა პირადი როგორც მშობელი ეს ყველას მოთხოვნა არის და თითქმის წელი ავანგარდის მოთხოვნა არის. რომ ძალიან ახლო მომავალში ამას მიეცეს ძალიან დიდი ყურადღება. იმიტომ რომ საკმარისად მეტი ბავშვი არის, არ არის 50 ბავშვია თუბანში, მარტო ფეხბურთით იყოს დაგავებული. ბავშვების მასობრივობა არის, რომ ჩაფელი ცხოვრებით ცხოვრობს. ამის ხელშეწყობა სკოლის დირექტორიდან და სკოლის უფროსებიდან უნდა მოდიოდეს. და არ არის ამის უარი არის. თქვენი დახმარებით, რომ მიაქციოთ ამ საკითხს ყურადღება და რაც შეიძლება მოკლე ხანში გაკეთდეს და მოგვარდეს. იყო პროექტი და უარი იყო უფროსობა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის. დიახ ბატონ ლაშა, უცებად უპასუხეთ, როდესაც ჯანსაღი ცხოვრების წესია საუბარი, მაშინ არ უნდა იყოს რაღაც იგნორირებული ბავშვებისთვის მოედნების არსებობა, იმიტომ რომ ადამიანი არის რომ არის მოედანი, შეიძლება ამ მოედნის გადიდება და არ მოუწევთ ბავშვებს სადღაც შორსიარული და უსაფრთხოება კიდევ აქ დაცული არ არის. კი, გეტყვით ახლა მაგასთან დაკავშირებით, მადლობა ზარისთვის. ბატონ ლევან იყო აღნიშნული გუნდის თავარი მწვრთნელი ლევან ჯავახაძე იყო ჩემთან მოსული მაგ თემასთან დაკავშირებით. მოკლედ ასე ნახეთ და დავალაგეთ რა ლაგების პროცესია და რა როგორც მოგეხსენებათ ეს გუნდი გახდა უკვე მერიის აიპის გუნდი და შესაბამისად უკვე მერიის აიპმა ანუ სპორტული გაერთიანებამ მოახდინა 29 სკოლის ეზოს იჯარით აღება და იქ შევიდა ეს გუნდი უკვე სავარჯიშოდ და ფეხბურთის სათამაშოდ ასე ვთქვათ რა მიმდინარე ვარჯიშებისთვის. მე ლევან მომითხრა ამ სტადიონს რაც სკოლას ეკუთვნის მოედანს აქვს შემოფარგლული თავისთავად თავის ღობე. ეხლა უნდა მოხდეს ასეთ რამ ქალაქმა უნდა დაუთმოს და ეს არის განათლების სამინისტროს თავისთავად სხვა სტრუქტურული ერთეულია და განათლების სამინისტრო არის ეს სკოლა. ქალაქმა უნდა დაუთმოს თავის მიწისნაკვეთის სკოლა, სკოლამ გაზარდოს თავის ფართი და მე ქალაქმა იქირაოს მე ისევ დამატებით ეს ფაქტი. გასაგებია პროცედურულად არის პროცედურულად დასალაგებელი არის ეს სიტუაცია, თორემ ახლა სპორტისთვის და ბავშვებისთვის მით უმეტეს დღე და ღამე შემიძლია ნებისმიერ. დასალაგებელია, მაგრამ მოგვარებადი არის, მოგვარებადი ბატონლაშა. მიეხმარებით ამ ადამიანებს, ახალგაზრდებს, იმიტომ რომ მშობელი რეკავს სკოლიდან, რეკავს საფეხბურთო სკოლიდან აშკარად შეწუხებულია და კიდევ ერთხელ მეორებ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როდესაც ვლაპარაკობ და ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, მე მგონი ხელშეწყობა ამისათვის საჭირო. რა თქმა უნდა და ნებისმიერ დღეღამის ნებისმიერ ნაწილზე შემიძლია მაგ ბავშვებს გვერდში დაუდგეს. კარგით, გვპირდება ბატონ ლაშა რომ აუცილებლად მოაგვარებს, ნამდვილად ჩასანიშნია საკითხი, ისევ ტელემაყურებელი გვერდდება. მოგესალმებით. მოგესალმებით. ერთი რა მაინტერესებს ახლა? ძალიან კარგი ამ ბოლო დროს დაიწყო გამოცოცხლება, რაღაცა შენდება, პროექტები ხორციელდება და აი დაიწყეს ახლა რამოდენიმე ხანია დავითა კონსტანტინეს ქუჩის მშენებლო ისა რეკონსტრუქცია. დიახ. ხო და კვირაში არის მე მგონია 7 დღე. ახლა 2 დღის რომ მუშაობენ და მე არ მუშაობენ, რა ხდება ახლა? ხან წვიმა იქნება, ხან რაღაც ცუდი ამინდი იქნება, მაგრამ მეტი უნდა იყოს მონდომება. ესე იგი ვიხჩობით ხალხი ტალახში და იმას და სანამდე გაგრძელება. გასაგებია. ცოტა დაჩქარებულ ტემპში, ცოტა მოთხოვნილობა, კონტროლი უნდა საყველას აღწევს. გასაგებია. მადლობა, მადლობა ზარისთვის.
დავით და კონსტანტინეც არ გამიგოთ ცუდად ჩვენ სამაჟორიტარო როლში არ შედის, მაგრამ მეც რა თქმა უნდა ყველანაირად შევეცდები რომ ეს პრობლემა მივიდა რომ ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლებამდე რომ რამანაირად მოხდეს ამ სიტუაციის აღმოფხვრა, კონტროლი, მე როგორც ვიცი ასფალტის დაგებას აქვს თავის წესი და თავის გრადუსები, წიმაში არ შეიძლება მე თვითონ იურისტი ვარ, რა მოშენებელი და რა ინჟინერი, მაგრამ რაც ყური მომიკრავს და რაც მინახავს და წამიკითხავს და როგორც ვიცი მაგათ აქვს განსაზღვრული თავისი ვადა. იმ ვადაში უნდა ჩაეტიონ ვინც ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, თორემ მე უკვე მისი პრობლემაა უკვე საჯარიმო სანქციაზე მიდის და ის ვადა რაც აქვს განსაზღვრული, რა თქმა უნდა მეც მომხრე ვარ, მეც ამ ქალაქში მცხოვრები ვარ და მეც არ მინდა რომ ის ვადა იმ ტენდერში გამარჯვებულმა მაქსიმალურად აითვისოს და ბოლო დღეს დაასრულოს. ყურადღება მისაქცევი ფაქტია და აუცილებლად გავაკონტროლებთ მაგას სამსახურში. გასაგებია, ქალბატონო მზევინარ. ერთი შეკითხვა მაქვს კიდე ბატონო ლაშა. შესასვლელები ჩემთან პადიეზდებია შესაკეთებელი. სადარბაზოები არის ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს და ამაზე თუ არის ახლა რამე მთავრობიდან რომ ავკრიბოთ ჩვენ თანხა და 10% და მთავრობა თუ შეუძლია რომ მოგვეხმაროს ამის შელამაზებაში. რა თქმა უნდა, სადარბაზო ეხლა სულხან-საბაზო 97 ნომერში კეთდება და მეორე ეტაპში 91 ნომერი. ესეც თანადაფინანსებით მიმდინარეობს 90%-ი 10%-ზე და მაგასაც პირველ რიგში უნდა პროექტის შედგენა, ხარჯაღრიცხვის შედგენა, ხარჯაღრიცხვის მიხედვით 10%-ის შეტანა ანგარიშზე და შემდეგ უკვე ჩაისმება იმ სატენდერო პირობებში თქვენი სადარბაზოს და მოხდება მისი შელამაზება, შეკეთება და შერემონტება. კი, ეს პროგრამაც მუშაობს, რა თქმა უნდა. იგივე როგორც ეზოების პროგრამა. ანუ ეს პრობლემა, გადახურვის პრობლემა, სადარბაზოს პრობლემა, ეს თქვენი კონკრეტულად ქალბატონ ზევინარ, დიახ, თქვენ ბინაში ხდება ეს ყველაფერი. გადახურვის პრობლემა. რეკლამის დროს გავიარეთ და იცის როგორ მოიცეს გადახურვის შესახებ, რომელიც ალბათ უფრო მეტად პირველ რიგში მოსაგვარებელია, სადარბაზო კიდევ მოიცდის, მაგრამ დიახ. თქვენი გვერდში დგომით ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა მოვაგვარებთ ამას. როგორც რეკლამის დროს ბატონ ლაშამ აღნიშნა, აუცილებლად უნდა შეაწუხოთ და არ მოასვენოთ და გაკეთდება საქმე. ასე იყო, დიახ, ასე ითქვა რეკლამის დროს ტელემაყურებლებისთვის გასაგები რომ აუცილებლად მოგცემთ საშუალებას ბატონი ალეკო კითხვის გარეშე დარჩა და შემდეგ უკვე ისევ მეორე კითხვით. დიახ. მოგესალმებით, მინდა დღევანდელ დღეს შევეხო. ნამდვილად 1999 წლის 9 აპრილმა სისხლიანი ეტლით გადაიარა საქართველოს გულზე და ძალიან დიდი ტრაგედია დაატყვა ჩვენ ქვეყანას თავს და მე დღეს უბრალოდ უთანაგრძობ ქართველ ხალხს. რაც შეეხება ჩემ შეკითხვას, მე წარმატებული მე მაგალითად პირადად მე კმაყოფილი ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების მუშაობით. ცვლილებები ნახდათ არის, ბევრი რამ ნამდვილად კეთდება და ერთი კითხვა მექნება ბატონ ლაშასთან. ბატონმა ლაშამ ახსენა, რომ 2017 წელს საქართველოს მასპინძლობს ახალგაზრდულ სარაგბო ჩემპიონატს და იგეგმება ავანგარდის დასახლებაში ერთი სარაგბო მოედნის აშენება. ნამდვილად ეს წარმატებული პროექტია და აი ერთ სარაგბო მოედანზეა ბატონ ლაშა საუბარი თუ კიდე არა ქალაქ მადლობა ქალაქის მასშტაბით 3 სარაგბო მოედანი უნდა აშენდეს ერთი ავანგარდში ერთი ავტოქარხანაში და ერთი არის საუბარი მაგრამ ჯერ ვერ დავკონკრეტები რომელი სტადიონი შეიძლება ჩანაცვლდეს მაგასთან დაკავშირებით იყო ჩამოსული AIRB ეს არის რაგბის ფედერაცია როგორც FIFA არის ფეხბურთის ესეთი ინგლისელები იყო ჩამოსული შევახვედრეთ ქალაქის ხელმძღვანელობას მოეწონათ რა თქმა უნდა ეს ქალაქი თავარი აქცენტი არის იქ სადაც მოსახლეობა არის სადაც ბევრი ბავშვი არის იმათი დატვირთვაც ეს არის და იმათ მიმართულებაც ეს არის იქ უნდა შენდეს ეს მოედანი და ახლა შესაბამისად სულხან-საბას დასახლება სულ კორპუსებით არის დატვირთული და მაღალსართულიანი კორპუსები და ბავშვების რაოდენობა ძალიან ბევრია ზოგი ფეხბურთს ითამაშებს ზოგი რაგბის ითამაშებს და ჩვენც გვინდა ჯანსაღი თაობა რომ გაიზარდოს რა თქმა უნდა თუ მისაღებია პასუხი ბატონ თამას კონდა შეკითხვა დიახ ბატონ და ლაშა მე მაქონთან ერთი შეკითხვა ესა
სულხან-საბას დაწყებული ხიდის მშენებლობა თუათვათ ცნობილი როდის დამთავრდება და ან თუ დამთავრდება და როგორ იქნება. თუ დამთავრდება ძალიან კარგი შეკითხვა იყო, დიახ. გეტყვით ახლა რა თქმა უნდა ახლა ვარ მოგატყუა. მაგი დღის ეს რიგში არ დგას, მე პირადად მინდა ჩემი სურვილი არის რომ ეს დამაკავშირებელი გზა აღდგეს, ნახოთ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით. მე მამაჩემიდან ვიცი, მამაჩემი იყო მშენებელი და მამაჩემიდან ვიცი მაგ ხიდის დაპროექტებაზე თავის დროზე, როცა დაიწყო მაგის დაპროექტება, ეს ხიმიჯების ამოშენება უკვე დაწყებულია სულხან-საბას მხრიდან გამოყვანილია, ასე რომ ვთქვათ, ხიდი, მაგრამ მიტოვებული ეს იყო კომუნისტების პერიოდში, სხვათა შორის რა რეჟიმსაც ებრძოდა 99 წელს დაღუპული ხალხი, იმ რეჟიმის პერიოდში არის დაწყებული მაგის შენებლობა და შესაბამისად ცოტა რთული არის მაგ საკითხის ბოლომდე გატანა, მაგრამ ვცდილობ, რა ვიცი, ძალიან მინდა რომ დამაკავშირებელი იყოს რა. ბატონ თამაზ, როდესაც თქვენ ამ შეკითხვას სვამთ დღეს და ხიდის მშენებლობა დაწყებული 10 წლების წინ, ხომ? აქვს ამ ხიდს გარკვეული დატვირთვა? ანუ არის მნიშვნელოვანი ხიდის დასრულება? თუკი ამდენი ხანი ხიდი არ დასრულდა, ან არ არის საჭირო მისი დასრულება, ან საერთოდ არავინ არ აქცევდა არასოდეს ყურადღებას და დღეს მით უმეტეს, ხო? რა ხდება? ასე ლოგიკა ნიკია რომ შეერთა, ძალიან დატვირთულია ეს გზა, თითქმის განთავისუფლდა. ქალაქი ასე ქვია და ის რო შეერთებოდეს, თქვენ ახლა არ ვიცი რამდენად იცით ჩვენი დასახლება და ის ისე განიტვირთება, ის შეიძლება ქალაქი ისე გადავიდეს ნიკიაზე უნდა ადამიანს გადასული. მანქანა არ გავა ეს პარტიისგან ქალაქის კურსს არ დაარტყამს და ისე გადავა და განიტვირთება ქალაქის და ქალაქისთვის კაია და მოსახლეობის და ყველასთვის კარგი იქნება მგონია. ესე იგი რა არის ბატონ თამაზ, გეტყვით ახლა მაგ ხიდის აქტუალობა უფრო მაშინ იქნებოდა ვიდრე ავტობანი აშენდებოდა და რატო? მაგ ხიდით განტვირთავდი რა თქმა უნდა ქალაქს, მაგრამ უნდა დაგეკავშირებინა სულხან-საბა მერე კვიტირის დასახლებასთან, რომ პირდაპირ გადასულიყო დასავლეთში სამსხელი ავტომანქანები. აი ახლა პირდაპირ რო თქვა აქტუალობა დაკარგა, მაგრამ ამ ორი უბნის დასაკავშირებლად იდეალური ვარიანტი იქნება რა. ანუ ხიდის დასრულებაზე ალბათ ჯერჯერობით საერთოდ არ არის საუბარი. პირდაპირ რო გითხრათ, სულად არ გამიგოთ, პირდაპირ რო გითხრათ, უფრო მნიშვნელოვანი პროექტები არის ქალაქის განსახორციელებელი, მაგრამ მართლა გეუბნებით, ჩემი სურვილი არის, რომ ის დაწყებული თავის დროზე ვიღაც ჭკვიანმა ადამიანმა ხო მოიფიქრა და ესე იგი ღირდა და საჭირო იყო მის გაკეთება, ხო? კარგით, მეორე საკითხი ბატონ ლაშა, ხიდთან დაკავშირებით მე არ ვიცი ახლა ვიზუალურად არ მინახავს ეს ხიდი ამ ბოლო პერიოდში, საინტერესოა ხომ არ არის იქ საშიშროება, იგივე ბავშვების მისვლა დაუშვათ ინტენსივობა არ არის იქ მოძრაობის ძირითადად ფეხით მოსიარულე ხალხი და ძირითადად, მაგრამ მეც ვარ მან ნამყოფი რამოდენიმეჯერ 97 რადგანაც ხიდის დასრულებას არ გვპირდებიან, მთავარია საშიშროება არ იყოს წარმოქმნილი ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ერთი უკიდურესობაა რომ ხიდი დაწყებულია 10 წლების წინ და მეორე ხომ არ არის საშიშროება. ლიანდაგი კვეთს, რა თქმა უნდა, სულხან-საბა ვაგისუბანს შორის ლიანდაგი გადის და ამ ლიანდაგზე გადადიოდა ეს ხიდი. მანდ არის ეს ქარხანა, სადაც რკინის წარმოება მიმდინარეობდა, ეხლა შეჩერებულია, მალე უნდა გაიხსნას, მაგასაც ველოდებით რამოდენიმე ადამიანი გვინდა იქ დავასაქმოთ და მე ვარ დაპირებული დაახლოებით 12 ადამიანს, რომ რკინის არმატურის საამქრო ასე ერქვა, როგორც ვიცი, იქ რო გაიშვება, მე მგონი ახალი ხალხი მივიდა მენეჯერი და როგორც კი დაიწყება, იქ მინდა რამოდენიმე ადამიანის დასაქმება და იქ დადის ხალხი ძირითადად რა იმ საამქროში მაგისით. გასაგებია. გაბატონ ლალიტა. დიახ. ჩართულია. ბატონო ლაშა, ჩვენი სულხან-საბას დასახლება ეკუთვნის მეოთხე პოლიკლინიკას, რომელიც ჩვენგან არის ძალიან შორს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენთვის. თითქოს ნაწილობრივ გამოსწორდა პრობლემა იმით, რომ ბავშვთა პოლიკლინიკას დაერქვა შერეული პოლიკლინიკა და იქ მოდიან უბნის ექიმები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო ფართო სპექტრის სამედიცინო მომსახურება, ექიმის სპეციალისტები, რომლებიც მხოლოდ მეოთხე პოლიკლინიკაში არიან. ამიტომ თუ შეიძლება ასეთი რამ, რომ სპეციალური რაღაც სამარშრუტო ტაქსი ან რაიმე დაინიშნოს, რომ მოსახლეობა, თქვათ, ორი ტრანსპორტი არ გამოვიცვალოთ და ეს ავადმყოფი ადამიანი ქუჩაში საათობით არ დადგეს, არ უცადოს ტრანსპორტს და პირდაპირ მივიდეს მეოთხე პოლიკლინიკაში, სადაც ჩვენ მოგვემსახურებია. თუ შეიძლება ასეთი რამე რო გაკეთოთ. დიდი მადლობა პირველ რიგში ამ შეკითხვისთვის. ეს არა მარტო ჩემი წუხილია, ბატონო ლაშა, ეს სრულიად დასახლების წუხილია. ანუ უკვე
მოზარდი თაობისთვის და უფროსებისთვის სულხან-საბადან გადადიან ნიკიაზე და იქ ეხებულობენ ყველანაირ მომსახურებას. არის ორი ვარიანტი, ერთი დამაკავშირებელი ტრანსპორტი და მეორე გაერთიანება ამ ორი პოლიკლინიკის. ვფიქრობ, რომ რესურსი აქვს სულხან-საბას, რომ ერთი პოლიკლინიკა ჰქონდეს, ასე რომ თქვა და მთლიანად დაითვეთოს ეს პოლიკლინიკა. არის მაგაზე საუბარი და მაგით მართლა უკვე რამოდენიმე თვეა მაგ პროექტზე მიდის მუშაობა და უახლოეს მომავალში ვცდილობთ ქალაქის მერის მერტანაც გამიხილეთ ეს საკითხი, რომ გაერთიანდეს ეს პოლიკლინიკა და სულხან-საბას ტერიტორიულად იყოს უბრალოდ ჩვენთვის მისაწვდომი ადამიანებისთვის. ბავშვთაც იქნება, მოზარდთაც იქნება და ხანშესულთაც იქნება. იმიტომ იქ გარკვეული რაღაც ცნობისთვის იგივე სოციალურ დაუცველს უნდა გამოიცვალოს ორი ტრანსპორტი, რომ მივიდეს ნიკიაზე მეოთხე პოლიკლინიკაში. აქვს ის პოტენციალი სულხან-საბას მოსახლეობას, რომ ერთი პოლიკლინიკა აწევოს ასე. ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია თუ კიდე გაქვთ კითხვა? დიახ, კი ბატონო. ბატონო ლაშა, მე მაინტერესებს, აი უახლოეს მომავალში რას უნდა ველოდოთ ჩვენს უბანში? რა გაკეთდება? ანუ სიახლე. ინფრასტრუქტურული კუთხით. ინფრასტრუქტურა, დიახ, აი ინფრასტრუქტურული ახალგაზრდებისთვის აი რა გაკეთდება, ეს მაინტერესებს. დიდი მადლობა. ახალგაზრდებისთვის როგორც ვისაუბრეთ, მოედნები, თავისთავად ორი მოედნის გაკეთება გვინდა და ერთი ცენტრალური მოედნის, რომელიც იქნება სარაგბო მოედანი. მისასვლელი გზები იქნება, გაკეთდება, ცოტა ჩამოთვალეს, სად უნდა გაკეთდეს თავშეთ ეს მისასვლელი გზები, ბეტონები დაიგება და სუფთად ივლის მოსახლეობა და მოქალაქეები, უკვე დაპროექტებულია 21, 25, 27-დან მომავალი წყალი, ანუ ღვარსადენის პროექტი უკვე გაკეთებულია, რომელიც 51 ნომერთან გაივლის და მუნიციპალიტეტის ფინანსთან გზას დაუერთდება და სულ მალე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. შემდეგ უკვე მოხდება მისასვლელი გზების გაკეთება და ეს მისასვლელი გზების შემოდგომამდე დასრულება. ძირითადად მიეხება ინფრასტრუქტურული პროექტებს რა. და რაც შეეხება შიგადაშიგ უკვე ხდება მოსახლეობის ნელ-ნელა, ასე რომ ვთქვათ, დასაქმება. ჩემთან რომ მოდის მოქალაქე და მინდა ეხლა საჯაროდ განვაცხადო და რომ თხოვს დასაქმებას, ხო, ხშირად არის ისეთ პრობლემას ვაწყობთ, რომ მე ვერ ვეკითხები ადამიანს სად შეუძლია იმუშაოს. სად შეუძლია რა, მე ვერ ვთავაზობ პირობითად ადამიანს შეიძლება უნდადეს იმუშაოს მუშად, ხო? და ვიღაცას შეიძლება მუშად რა შეთავაზოს, შევაწყობად მიიღოს. ამიტომ ვეკითხები, რომ რა შეგიძლია, როგორ საიდან უდია, ან იქედან უდია, ხალხიდან რომ ვათქმევინო, რისი გაკეთების უნარი აქვს და საშუალება აქვს და მე მაქვს შემოწერილი ხშირად არის ჩემი მეგობრებიდან, რომ მირეკავენ დაცვის თანამშრომელი გვინდა პირობითად, მუშა გვინდა, მონტაჟიორი გვინდა და ასე შემდეგ და შიგადაშიგ მოხდება ეს დასაქმების პრობლემის აღმოფხვრაც რა. სულ სახელმწიფო სოციალური მხარე, სოციალური კუთხით გადახდილი თანხა, ჩემი აზრით, ცუდად არ გამიგოთ, არის წყალში გადაყრილი თანხა. იმ სოციალურად დაუცველს თუ შენ სამსახურს და სამსახურს შეთავაზებ, ერთჯერადი გაქვთ ხედველობაში ბატონლაში. თავის ხელფასი გაუჩნდება, ხო, მეორე წელს ის აღარ მოგეკითხავს, რომ გინდა გამეხმარეო, გამიგეთ. ანუ ეს თანხა, იმ თანხით შეიძლება ახლა ერთ ადამიანს და ორზე არ მაქვს საუბარი. მთელი საქართველოს მასშტაბით რაღაც შეიძლება ფაბრიკა ქარხანა ააშენო და ის სოციალურად დაუცველი იქ დაასაქმო, ვისაც რა შეუძლია ყოველ შემთხვევაში და იმას თავის ხელფასი გაუჩნდეს და ის სოციალურად დაუცველიც აღარ გახდეს. ანუ ეს უკვე მე გლობალურ თემებში გადავიჭერი ახლა. შეიძლება კიდევ ერთი შეკითხვა და დასასრულის გამოდივართ. მე ვიცი რომ თქვენ ყოველ ხუთშაბათს გაქვთ ავანგარდის ყოველ მეორე ხუთშაბათს ხო? ეს არის ის მოსახლეობამ რომ ყოველ მეორე ხუთშაბათს თქვენ გაქვთ შეხვედრა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოქალაქეს რომ მოგმართოთ რა უჭირთ, რა ულხინთ. ხომ ასეა ბატონო? ყოველ კვირის ხუთშაბათს ჩავნიშნავთ, მაგრამ პარალელურად მე გახლავთ მიწის ლეგალიზების შემომოკლე ახლა იმ სახელწოდება კომისიის თავმჯდომარე და ამ საქმეშიც ამ კუთხითაც ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს დედან საკრებულოში და ყოველ კვირაში გვაქვს ამ მიწის კომისიის ხდომები ჩანიშნული. შესაბამისად, რაღაც ორი უბანი გვაქვს, სულხან-საბა და ვაკის უბანი. ხო, ერთი კვირის ხუთშაბათს ან სამშაბათს სულხან-საბაზე ვართ, ერთი კვირის ხუთშაბათს ან სამშაბათს სულხან-საბაზე ვართ და ამას უკვე მუნიციპალიტეტში დაადგენთ სამშაბათს მოხდება და ხუთშაბათს, მაგრამ ყოველ მეორე კვირას ვართ მოქალაქეების შეხვედრა. მაყურებელი გვერდება და ეს არის ბოლო მაყურებელი დღევანდელ გადაცემაში. გისმენთ? გისმენთ? სოხუმის ქუჩიდან გაწუხებ, წარმომადგენელი ვარ. ბატონო ლაშა, თუ გითვლით, რომ მოსახლეობის აქტიურობა საკუთარი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის დანაშაული არ გახლავთ, გთხოვთ მაქსიმალურ ყურადღებას, რადგან ამ შემთხვევაში
უყურადღებობა დანაშაულის ტოლფასია, რადგან საკითხი, რომელზედაც მინდა გესაუბროთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. სოხუმის ქუჩა ძალიან დატვირთულია ავტოტრანსპორტით. არის ორმხრივი მოძრაობა დღე და ღამე. ქუჩა ძალიან პატარაა, მოძრაობა არის ძალიან საშიში, დიდი სიჩქარით აქრიან ავტომობილები. რამოდენიმეჯერ იყო ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანები გადაუშვნენ რა სიკვდილს. წლების მანძილზე ვითხოვთ, რომ ბარიერები გაკეთდეს ქუჩაზე, მაგრამ ვერ მივახციენ. გვეუბნებიან, რომ ეს ძალიან ძვირია. მაგრამ თუ ადამიანის სიცოცხლე უფრო ძვირი არ არის, ვიდრე ბარიერის გაკეთება. მინდა გითხრათ, რომ ქალაქში ბევრი ისეთ ადგილზეა ეს ბარიერები გაკეთებული, სადაც არ თუ ისე დიდი მოძრაობაა და შეიძლებოდა ზედმეტიც კი არის რამოდენიმე ადგილზე ხალბატონო, კი. დიახ. დაგვეხმარეთ რა ძალიან ვთქვით, რომ ამ პატარა ქუჩას კონდეს ბარიერები, რომ მოსახლეობა სულ შიში და საფრთხის მოლოდინში არ იყოს და არ ცხოვრობდეს. ეს არის ჩვენი უდიდესი თხოვნა. დიდი მადლობა კიდევ ერთი მაყურებელი და კიდევ ერთი აი ამ კონკრეტულად ამ საკითხთან მიმართებაში ალბათ აქტუალურობა საკითხის ნამდვილად იგრძენით ბატონ ლაშა. კი ბატონო, მეც დავაყენებ სოხუმის ქუჩის ამ პრობლემას ქალაქის მერიაში, აღმასრულებელში და სოხუმის ქუჩის მაჟორიტარსაც მივაწვდი ამ ინფორმაციას, რომ რა თქმა უნდა ერთად მოვახდინოთ ამ ქალაქისთვის საკეთილდღეო საქმეების განხორციელება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. მე როგორც მოსახლეობის გამოკითხვის დროს აქაც ამოვინიშნე თქვენი შეკითხვები. პალიასტომის ტბა რომ დგას ძალიან ბევრ ადგილას ეს არაერთხელ იქნა ნახსენები. დიახ, 59 ბინის მისასვლელი გზა ცალკე იყო გამოყოფილი. საბავშვო ბაღში უცხოენის და ცეკვის მასწავლებლის არ ვიცი ამ საკითხს როგორ მოაგვარებთ თქვენ, თუ კი უფასო იქნება, რა თქმა უნდა ძალიან კარგია. 24 საათიანი წყალმომარაგება ეს უკვე ქუთაისლებისთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი და ცოტა ისეთი თემაა. მე მგონი იუმორისტული გადაცემისთვისაც იქნება უკვე გამოსაყენებელი. კი ბატონო, ღრმულების ამოვსება, შიდა გზები, ლიფტების პრობლემა, ასევე ქეთევან-წამებულის ქუჩიდან დარეკეს და თქვენი იმედი აქვს ბატონ ლაშა, როგორც სოხუმის ქუჩიდან, რომ თქვენ გადასცემთ აუცილებლად მაჟორიტარ დეპუტატებს. გამსახურდიას ქუჩის კეთილმოწყობა, საგზაო ნიშნები დახაზვა და ასევე შემოკავებელი სიჩქარის საშუალებები, ეს არაერთხელ ითქვა უკვე. სახურავის გადახურვა, ქალბატონი მზევინარის პრობლემა, რომელიც უკვე 5 თვიანი პრობლემა გახდა. დადიანის ქუჩის მაცხოვრებლები ასევე ღრმულებზე საუბრობდნენ და საფეხბურთო სკოლის პრობლემის შესახებ დაგვიკავშირდა ტელემაყურებელი, დავით და კონსტანტინეს რეკონსტრუქციაზე იყო საუბარი. სადარბაზოების შეკეთებაზე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მე დავინახე დღევანდელ გადაცემაში, მაინც სიჩქარის შემაკავებელ საშუალებებს ეხება და მე მგონი ეს ის საკითხია, თუ კი ეს არის მთავარი პრობლემა ყოველ შემთხვევაში დღეს ასე ვიგრძენი მე პირადად ალბათ დამეთანხმება სტუდიაში მოწვეული ადამიანები დამეთანხმებიან, ალბათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ ზომები, იმიტომ რომ ბატონმა ნოდარმა ერთი ძალიან ძიმე მაგალითი მოიყვანა, ერთი ოჯახის, გაუბედურებული ოჯახის მაგალითი და კიდევ რომ არ მიემატოს ამას სხვა პრობლემები, აუცილებლად თქვენ ალბათ ეს საკითხები და პირველ რიგში ეს საკითხი უნდა მოაგვაროთ. ადამიანი არის გარდაცვლილი უკვე თაბოგაშვილის ქუჩაზე. დიახ, კონკრეტულად ამ შემთხვევების გამო, ხო ბატონო, რას აპირებთ, აი და უკვე ვასრულებთ გადაცემას. ორი შემოკავებელი გაკეთებულია უკვე მე-15 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთი გვინდა პოსტის შემდეგ ტერიტორიაზე რო გაკეთდეს და უკვე მე ქვემოთ კერძო დასახლება არის და ერთი დაახლოებით 32 სკოლის შესახვევთან შეიძლება გავაკეთოთ. თოფურიაზე გვინდა კიდე რო გაკეთდეს და მე უკვე თქვენი ქუჩები ბატონო უნდა რომ დაიგება იქ დადიან და ხუნდაძე მე იქაური მოსახლეობას მოითხოვს რა. გასაგებია. შიგადაში მოსაგვარებელი პრობლემაა, მაგრამ აუცილებლად მოსაგვარებელი. სადაც გზა გაკეთდება, იმას უკვე შემზღუდავიც უნდა მოყვეს რა. დიახ.
დიახ. ძალიან დიდი მადლობა. ძირითადად მაინც ბატონი ლაშა ამბობდა რომ პრობლემები მოგვარდება, მაგრამ მაინც მე როგორც ვიგრძენი შემოდგომამდე მოგცა ბატონმა ლაშამ პირობა ძირითადი პრობლემების მოგვარების შესახებ. შემოდგომაც ძალიან მალე მოვა და იმეც ვიტოვებთ რომ შემოდგომაზე როდესაც ბატონ ლაშას თქვენთან ერთად მე პირდაპირ ეთერში კიდევ მოვიწევ, ამ პრობლემების შესახებ უკვე აღარ იქნება საუბარი და სულ სხვა საკითხებს წამოწევთ წინა პლანზე. მე მაინც მგონია რომ დღეს ტელემაყურებელმა დაინდო ბატონი ლაშა, ალბათ დიდი ხუთშაბათი არის და ცოტა ისეთი რელიგიური საკმაოდ წმინდა დღე არის და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლაშა. წარმატებები მინდა გისურვოთ და ტელემაყურებელს მინდა შევახსენო რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ვაკის უბნისა და სულხან-საბას მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება მრეწველების თავმჯდომარე ლაშა გვენეტაძე. კიდევ ერთხელ წარმატებები, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა დარბაზ. მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე. ნახვამდის.